შუადღე მშვიდობისა მოგესალმებით. როგორ ხართ? კარგი განწყობაზე. ოღონდ ამინდის გამო არა, ადამიანის ხშირად თქვა. ამინდი ხوار განაწყობს კარგად თქვენს ხასიათსო. ხო, რა ვიცი, აბა დღეს ყველაფერი კარგადაა, მე მგონი რაღაც. კი ბატონო, დღეს უნდა ვილაპარაკოთ და შესაბამისად. ჩვენ მზად ვართ, მან დარწმუნებული ვარ, მაყურებელი მზადაა. ჩვენ უბრალოდ ცოტა ხმა გვაქვს ჩახლეჩილი, მაგრამ ეს ნორმალურია, ხდება ხოლმე ადამიანები ვართ. ვის რა მიზეზით ჩაუჭახვა კაცმა არ იცის, ასე რა ვიცი. მოკლედ, საინტერესო საათნახევრიანი გადაცემა მოგიმზადეთ და ახლა ვნახოთ ანონსი და გავიგოთ თუ რატომ უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად, მოკალათდით კარგად, ჩაუჭექით ტელევიზორებს და გაატარეთ ჩვენთან ერთად ეს პერიოდი. ვნახოთ ახლა ანონსი. დღეს გადაცემაში ნახავთ ფილმი ვაზომოტორული რინიტი და მისი წარმატებები. გადაცემის სტუმარია რეჟისორი მიხეილ გაბაიძე. როგორ ემზადება ბოტანიკური ბაღი სეზონისთვის და რა სიახლეებია იქ. გადაცემის სტუმარია ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია. უსიმასი საქართველოს ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია. თემაზე ვცლად სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. რუბრიკა აჯაფსანდალი. მერი ნაკაშიძის რუბრიკა მერის წუთი. რუბრიკის სტუმარია თამარ მელიქიშვილი. დავბრუნდით ისევ და მოდით ამჯერად ვისაუბროთ კინოზე, რაზეც ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე და საუბრობთ კინემატოგრაფიის როლზე საზოგადოებისადმი და განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ქართულ ფილმზე გვიწევს ხოლმე საუბარი და ჩვენ არაერთი წარმატებული ფესტივალი გვაქვს და ეს ძალიან სასიხარულო არის. ყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი რეჟისორი, ასევე მსახიობი და მათი წარმატება განსაკუთრებით მაშინ არის ხოლმე განსაკუთრებულად სასიხარულო, როდესაც ქვეყნის ფარგლებს ცდება და ჩვენი ერთ-ერთი ძალიან კარგი რეჟისორი, ქართველი, ბათუმელი რეჟისორი მიხეილ გაბაიძე იმყოფება სან-დიეგოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე. სადაც მისი ფილმი ვაზომოტორული რინიტი წარდგენილია საუკეთესო უცხოენოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში. როგორც ჩემთვის ცნობილი არის, ეს არ არის მისი პირველი წარმატება. მას ამ ფილმს არაერთი ჯილდო ჰქონდა. ცოტა ხანში უნდა შემოგვიერთდეს მიხეილი სან-დიეგოდან. თუ არის ხაზზე შემოგვიერთდეს, თუ არა და ჩვენ შეგვიძლია რომ დაუსრულებლად ვილაპარაკოთ ამ ნიჭიერ რეჟისორს. შევოცვასავით გამოვიდა. არ შემიძლია მეც ერთი სიტყვა ვთქვა მიხეილზე. ჩვენ თეატრში ერთად ვმუშაობთ, არის უნიჭიერესი ახალგაზრდა და სხვათა შორის აი აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აი ბოლოს რაღაც აი ამ პერიოდებში გადაწყვიტა, რომ სარეჟისორო კარიერას მიმართოს. ეს ნამდვილად ხაზგასასმელია, იმიტომ რომ აი ამ ხელა წარმატება ხვდა წილად და არიან რეჟისორები, რომლებიც მთელი ცხოვრება შრომობენ, მიიღწვიან მიზნისკენ, მაგრამ არ არის ხოლმე უცებ აი ეს ფეთქებადი ვარსკვლავი, რომელიც გავარდება საზღვრებს გარეთ და მოიპოვებს ამ თუმცა ალბათ ყველას თავისი ესე ამომავალი პერიოდი აქვს ცხოვრებაში და ეს ძალიან სასიხარულოა, სწორად აირჩია მიხეილმა ეს პროფესია და თავიდანვე ხვდა წილად ეს წარმატება და მე მიხარია, მინდა მივულოცო მიხეილს, შემოქმედებით ჯგუფს, ჩემი კოლეგები თამაშობენ, უნიჭიერეს მსახიობები, დავით ჯაყელი, თათია თათარაშვილი, ძალიან დიდ პატივს ვცემ თითოეულს და რა ვიცი, ვუსურვებ ამ ფილმს კიდევ უფრო მეტი ჯილდოს დამსახურებას, რაც უკვე მნიშვნელოვანია აქვს მიღებული ის, რისთვისაც ისინი იღწოდნენ. ჩვენ მანამდე ახსენეთ სხვათა შორის ის, რომ განსაკუთრებით სასიხარულო, როცა ქართული ფილმი ასე ვთქვათ, აღწევს წარმატებას ქვეყანაში და ქვეყნის მიღმა და შესაძლოა დავფიქრდი ახლა იმაზე, რომ რაც არ უნდა უცხოური ფილმი მაგალითად, რომელიც მოგწონს, რომლის ემოციებს, შინაარს ვიზიარებთ, ჩვენზე კარგ მოქმედებს, ყოველ შემთხვევაში თუ არ გვცვლის უკეთესობისკენ გვაფიქრებს მაინც რომ ამ გზას უნდა დავადგეთ და მე ხვდები რომ რაც არ უნდა იყოს, მაინც შენთან გადაღებული ფილმი, რომელიც შენი საზოგადოების წევრებზეა, შენს კონკრეტულ პრობლემებზეა, იმიტომ რეჟისორიც აქაურია და აი ამას განიცდის შენსავით, ნიშნავს საკითხებზე საუბრობს. რეჟისორი ვიდრე შენ, რა თქმა უნდა,
შენთვის იმიტომაა მნიშვნელოვანი რომ შენ უფრო მძაფრად დაფიქრდები რაღაცებზე და შეიძლება უფრო სწრაფად მიიღო უკეთესი გადაწყვეტილება რომ გახდე უკეთესი. ჯამში რისკენაც არის. ანუ პრობლემებზე საუბრობენ, რაც ჩვენ გვაწუხებს და შეიძლება უფრო მეტად გაგვიხსნას. ხო, შეიძლება არც გვაწუხებდეს და გვაფიქრებდეს იმას რომ უნდა გვაწუხებდეს სინამდვილეში როგორც ადამიანი. ესეც კარგი მიდგომა. კი ბატონო, თუ არის მიხეილ გაბაიძე უკვე მზად, შეგვიძლია რომ შემოგვიერთდეს და ყველა ის კითხვა რაც გვაქვს დაუსვათ. მიხეილ, მოგესალმებით. გვიყურებს. გამარჯობა. შუა დღემშვიდობის. დღემშვიდობისა. სავარაუდოდ ტექნიკური ხარვეზი გვაქვს, ბუნებრივიც არის. ან მაგიაჟის ძალიან შორს იმყოფები. ან ხმა აგვიანებს. მიხეილ, მიკროფონი ჩართულია? ხმა ისმის ჩემ. აი ახლა ისმის. კი, ეხლა გვესმის მიხეილ. ცოტა ხმამაღლა რო გვესაუბროთ თუ შეგიძლია. არაჩვეულებრივად განსაკუთრებით თქვენი სიახლის შემდეგ. პირველ რიგში გილოცავთ მორიგ წარმატებას. კარგი, ხელმეორედ დავუკავშირდეთ მიხეილს და თუ შესაძლებელი იქნება და ტექნიკური ხარვეზიც გამოსწორდება, შემდეგ გავაგრძელებთ. ძალიან შორს იმყოფება მიხეილი. რა თქმა უნდა. ვარ და მოგვიწევს მიხეილის ნაცვლად კითხვებზე პასუხის გაცემა. ხო, ნახოთ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით რომ დაუკავშირდეთ მიხეილს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის ის ემოციები და ის აი ბარემ დავასრულებ გაწყვეტიებ გახსოვს ანუ ეს გადაღეჭილი ფრაზაა ესეც და რასაც ვიტყვით მაგრამ უნდა ვახსენოთ რომ აი ცისფერი მთები თავის დროზე როცა მე როგორ ზედაპირულად ფილმებს მოყოლობ ვიცი რაღაცა ძალიან ისეთი ფილმები ის ცოტა არ ვიცი ხოლმე ხო და ცისფერი მთები თურმე სადაც არ ნახეს ქვეყნებში ხო ყველგან ამბობდნენ ნუ ეს ქართველებსო ჩვენზე გადაუღიეთ ეს ფილმი ანუ წარმოიდგინე როგორ შეიძლება მღვარტყა ხო რაღაცა ისეთ ქცევას ისეთ ბიუროკრატიას ისეთ გრძნობებს ისეთ რაღაცებს რომ ყველა მახა შენგან ძალიან განსხვავებულ კულტურაშიც ხალხი უყურებს და ამბობს ჩვენზე ფილმი და შერეკილები ხო მაგრამ შერეკილები სხვებზე არაა შერეკილები მართლა ჩვენზეა ჩვენ ვართ შერეკილები და აი და ბოლომდე ნეტა მასე გავრეკოთ მართლა რომ გავფრინდეთ საბოლოოდ, იმიტომ რომ ნუ როდემდე უნდა ვიყოხოთ რა. ყველაზე მეტად ქართული ფილმების ის მიყვარს, რომ ნებისმიერ თაობას უძლებს და არ ბერდება ფილმები, არ გვავიწყდება არასდროს და აი თაობიდან თაობას შეგვიძლია მოუყვეთ და ისეთივე ინტერესი გაუჩნდეს ქართული ფილმების მიმართ, როგორც აი რა ვიცი, ჩემ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს აი ეს საინტერესოა თქვენი საყვარელი ქართული ფილმი, აი გამორჩეულად რომელი გიყვარდათ ბავშვობაში. ძალიან მიყვარს თეთრი ბაირაღები უძინართამზე და ეს არის ისეთი ფილმები. კიდე უამრავი ფილმი არის, ახლა რომ ჩამოთვალა რომ გამორჩეს ერთხელი იქნება, მე შემსხვება საკუთარი თავის. მე მგონი მიხეილი მზად არის, ხო, ბევრი ფილმი არის, რომელიც უნდა გვიყვარდეს და რომელსაც უნდა ვაფასებდეს და არ უნდა დაგვავიწყდეს. მიხეილ, კიდევ ერთხელ დღემშვიდობისა. გამარჯობა, მეგობრებო, გამარჯობა და არ განგვესმის შენი ხმა უკვე. იმიტომ რომ ასეთი მოუმზადებელი არ ყოფილა არასდროს, რა ვიცი, მაშინაც კი როცა პირველ კლასში მივდიოდი. გეპატიება მიხეილ, თავარი ჯილდოები ჩამოგვიტანა საქართველოში. მიხეილ, პირველ რიგში გილოცავთ მორიგ წარმატებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ წარმატებას მიაღწევს კიდე ეს ფილმი. მანამ სანამ ამ კონკრეტულ ფესტივალზე აღმოჩნდებოდით, ბევრი გზა გაიარა ფილმმა. აი რა გზები იყო ეს და წარმატების ხო რა გზებზე გაიარეთ, რა დაბრკოლებები იყო და თუ გქონდათ რაიმე ისეთი გამოწვევა, რამაც რაზეც შემდეგ გაიმარჯვეთ და აქამდე მოვედით. პირველად თქვენს ნებართვით, რა ვიცი, ლოლას გარდაცვალებას მინდა გამოვეხმაურო და გავიზიარო მინდა, რა ვიცი, წუხარება და უბედურება, რაც მის ოჯახში ტრიალებს და განსაკუთრებით ხო ოჯახის წევრებს და ყველა კოლეგას და რა ვიცი, ყველას მინდა რომ უთანაგზნო ლოლას ამბავი. გიერთდებით. ფილმს ხო, რაც შეეხება, რა ვიცი, გზა განვლო, რო ვთქვა თუ რაღაცა ისეთი რთული არაფერი რა, თქვენ იცით რომ ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია, ფილმი გადავიღეთ სადიპლომო ნამუშევარია და იყო გადავიღეთ დიპლომისთვის და ნუ მანამ დიპლომზე ვაჩვენებდით. ვაჩვენეთ რამდენიმე ფესტივალს და აი 15 წუთიანი ფილმმა ფაქტიურად მოიარა ყველა კონტინენტი
უკვე მალე შეიძლება მეასე ფესტივალის იყოს რიცხობრივად და 15-მა ფილმმა მოახერხა ის, რომ დღეს, ავიცი, მე და თუ ფილმის პროდიუსერი ვართ სან-დიეგოში, შტატებში და ვესტრებით უნდა დავესწროთ, ეგ იქნება დაჯილდოება და ფილმის ჩვენება და ვფიქრობ, რომ რა ვიცი, რთული არაფერი არ გაუვლია ამ იდეაში რაღაცა ისეთი საწვალებელი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფილმმა მოახერხა ის, რომ ძალიან ბევრი აალაპარაკა სასიამოვნოდ. მიხეილ, სადიპლომო დავალება იყო რეალურად და ნამუშევარი ეს ყველაფერი ხო თქვენ რომ გადააგეყოთ და აი ეს შედეგი რაც თქვენ დადეთ, მე მანამდე აღნიშნე ეს ყველაფერი, რომ ალბათ წლების განმავლობაში რეჟისორები ამაზე ოცნებობენ და თქვენ წილად გხვდათ ეს ბედნიერება, აი ესე ვთქვათ, მარტივად ოღონდ დამსახურებულად და ესეც ერთ-ერთი იღბლის მაპროვოცირებელია და ნიჭისაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კოლეგებიც უნიჭიერესი თამაშობენ, ანუ ხედვაც თქვენი და აი ეს მიდგომაც და ეს არსიც რაც არის, ტყუილ უბრალოდ არ იქნა თუნდაც დაჯილდოებული. მე ბოლო ნაწილს უნდა ჩავებღვავ მერი, იმიტომ რომ ეს ახლა ნიჭი ხო, მე უნდა ვთქვა, რომ ეს ფილმი არის ზუსტად იმ თქვენი კოლეგების, ჩვენი მეგობრების ერთობლივი ნამუშევარი და ამ ფილმის ავტორი, ამ ფილმის რეჟისორები არიან აი ავიცი შოთა გუჯაბიძე, ბამუკა ჩხიკვაძე, ამირან ვადაჭკორია, ლუკა ბესელია, დათო ჯაყელი, ზალიკო, თათია, რა ვიცი, ყველა არის ამ ფილმის რეჟისორი და ამ ფილმის ავტორი და ავიცი დავარქვათ ნიჭიერება, დავარქვათ რაც გინდა ის დავარქვათ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები არიან და ამ ადამიანებმა შექმნეს ეს ფილმი. ხელის მოსაკიდებელი არ დარჩათ, რომ კიდე იქნებოდნენ, ხო? კი. ხო, რა ვიცი, მე ვიცი რომ ფილმს უფრო ბევრიც ქმნის, ასე ვთქვათ, ბევრი მუშაობს ფილმზე, პირიქით აქ კიდე უფრო ასე ერთი ადამიანი ბევრ ფუნქციას ასრულებდა, ნუ არ ვსაუბრობ მსახიობებზე, და მიხო, ამ გამოცდილებით ახლა რომ დადიხარ, რომ ამბობ, რომ ძალიან ბევრ ფესტივალზე ვიყავით, ბევრი რაღაც ვნახეთ, ადგილობრივ ფესტივალში, შენ მასპინძელის როლშიც გამოდიხარ, სხვა ადამიანებთან ერთად პრინციპში ჩამოთვალე, ჩვენ ქალაქელები, მეგობრები, რა მაინტერესებს, სხვაობა თუ ჩანს ხოლმე ასეთი შედარებით მცირე ფესტივალებს შორის, ან რაღაც საერთო თუ აქვს და რა არის საერთო? ნახე, რა ვიცი, ფილმის შემთხვევაში ყველა ვარიანტში, ყველა სხვა ფილმების ფესტივალზე არის სხვადასხვა ტიპის მაყურებელი, პირველ რიგში სხვადასხვა ტიპის ჟიური და ამ შემთხვევაში დასწრება, იქ არის სხვა გამოცდილება რა. ხო და საერთო არის ის, რომ განსაკუთრებით, რა ვიცი, საავტორო და კომერციულ ფილმებს შორის საავტორო ფილმებს ყავს აბსოლუტურად სხვა შემფასებელი, სხვა დამფასებელი და კომერციულს კიდე სხვა და თან ახლა კიდე ჩემი დაკვირვებით რა ამ ფილმის მიმართ საერთო, აი სულ ვეძებდი მართლა გულწრფელად ვეძებდი, რომ რა არის ის, რაც ესე ყველას ერთნაირად დააინტერესა, მაგალითად სხვა კულტურის ადამიანებს რა, პირობითად სხვა კონტინენტზე, იგივე მაგალითად აი ბრაზილიას, იგივე იაპონელს, იგივე ამერიკას, აბსოლუტურად სხვადასხვა კულტურის ადამიანებს, მაგრამ კინოენა და კინო დამოკიდებული კინოსიმღერა დამოკიდებული ალბათ მთავარში ყველა არის მთავარი რა და ეხლა არ ვიცი ძართული ამის თქმა რომ რა აერთიანებს ან რა ყავს მაგრამ ალბათ ისევ გემოვნება და ისევ სათქმელი და ხერხი და რა ვიცი სწორად მიწოდება ანუ როგორც უნივერსალური ენა ახსენე ახლა ფილმი რა თქმა უნდა ხო ჩვენება შეთქვი იქნება ახლა ხო ჯერ ერთად არ უნახიათ ასე ვთქვათ ყველას ერთად ჟიურის გარდა აქ ჩვენთან ახლა ეს რომელ ფესტივალზეც ახლა ვართ ეს არის სან-დიეგოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ამ ფესტივალზე ფილმი უკვე გამარჯვებულია გაზაფხულის სეზონის და ერთი ნომინაცია აქვს უკვე კი არა ეგ გავიგე ეგ ვიც შეფასებლები ამბობ რომ თქვი რომ ჩვენება იქნება მეთქი სწორად თუ გავიგე ხო ხალხისთვის აბა ფესტივალის კითხვა რა არის მე ვერ გავიგე ბოდიში ხო და ფესტივალის დამსწრეებმა უკვე ნახეს ფილმი თუ სწორად გავიგე მანამდე რომ არა ახლა ამ ფესტივალს აბსოლუტურად სხვა დამსწრეები ეყოლება და ის ერთი ნომინაცია რაც უკვე აქვს ფილმს ის არის იმ სეზონის შეფასება და ამის დაჯილდოება იქნება ახლა 29-ში და ასევე იქნება ჩვენება ასევე იქნება პლენერი ანუ შეხვედრა იქნება რეჟისორებთან და ათოსთან და პროდიუსერთან და ახლა ამ დასკვნით ეტაპზე რა განსხვავებას მიიღებენ ეს არ ვიცი და ჯერ არ არის ცნობილი.
კი ბატონო, მოლოდინი მაინც, მოლოდინი ხო მოლოდინის პრინციპში მე სულ ვიზახოდი რომ თავარი არის მონაწილეობა. მე აბსოლუტურად გეთანხმები. შეარჩიეს, იმიტომ რომ სელექცია იყო ძალიან დიდი ამ შერჩევის პროცესი იყო, აი მაგალითად სადღაც 2000-მდე ფილმი იყო ამ კონკრეტულ ფესტივალზე. და აქედან იქნა შერჩეული 30 ფილმი. მე ვფიქრობ, რომ უკვე ეს არის, რა ქვია, მოლოდინი არის ისეთი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვება, მე უბრალოდ რატომ მაინტერესებს ხოლმე, ხა წარმოიდგინე ჟური ხო ნახან უნდა ნახოს 2000 ფილმი, ანუ 2000 დიდი კონკურენცია ყოფილა მიხეილ. ის რო კი მოგეწონა, მაგრამ ხო მოგეწონა შეიძლება 100 წელი და იმასიდან როგორ, ანუ ხო გამხელა მიხსირება მეკოდეს უბრალოდ რო 2000. ან რამხელა გავლენა უნდა მოახდინოს ფილმმა შეეზე რა და გამახსოვდეს ამდენ ფილმში. მიხეილ, ამჯერად მარტო იმყოფები, მან თუ შენთან ერთად არიან მსახიობები? კიდე რა არის, ერთსაც ვიცი და მე დათოს დაგალაპარაკეთ, იმიტომ რომ ძალიან გაგვიჭირდა გადაწყობა დრო ანუ აქ არის აი ღამის პირველი საათია და ბიოლოგიურად გძინავს, აი მართლა გძინავს. ხო იცი მე არ ვარ პასუხისმგებლო და არ მოვიქცეოთ ასე, მაგრამ აი ვერ ვისაუბრეთ ვაზრობთ რა და გაწვალა თუ როგორ დავითანხმე, არ ვიცი, აი სახეზე რომ ნახავთ აშკარად ადამიანად, რა ვიცი, გამოიგონებოდა. ხო, სხვათა შორის მსახიობებზეც მინდოდა მეკითხა, დავით მოგესალმებით. მიხეილისთვის მინდოდა მეკითხა, იმიტომ რომ არ ჩარდით თუ რა ემოციები იქონდა მსახიობებს რა გამოწვევების წინაშე იდექით და გადალახედით და ალბათ ძალიან სასიხარულო მომენტია უკვე ეს ყველაფერი და თქვენი ემოციებით რომ გაგვიზიაროთ. და გილოცავთ კიდევ ერთხელ. ჯერჯერობით სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, იმიტომ რომ ფესტივალი ფაქტურად ხვალისნებს. ხა ჯერ თავისუფალი დრო გვაქვს და ვთქვებით ამ თავისუფალი დროით. წინასწარი განწყობა რა ვიცი, ახლა სიმართლე რო გითხრა, არ ვფიქრობ მაგაზე და მგონია რომ საკმაოდ რაღაც დაალაგებულად კარგად ჩაივლის ყველაფერი. თუმცა ფოტომასალა რომ ნახეთ, მოკლედ ჰოლივუდის ფონზე დგეხარ დავით და არ ამგონია რომ ეს ემოციური ფაქტი მსახიობისთვის არ იყოს. რა თქმა უნდა, უკვე ჯილდო მიღებული აქვს ფილმსაც და ხვალ იქნება თუ რამოდენიმე დღეში როგორც ახსენეთ ამ ყოლაფრის მაყურებლის წინაშე წარდგენა, მაგრამ საკმაოდ დიდი ემოციები იქნება დაგროვილი თქვენში მსახიობებში. მიხეილმა უკვე ისაუბრა თავის თავზე და არ ამგონია ეს მარტივი და ესეთი დღეები იყოს. ყოველთვის მინდა გაქცევა ეგეთი ადგილებიდან და ხეს ხო იმას მიშვება რა ქვია მაკავებს და რა ვიცი ესე იგი ოსკარს რო გადმოგცემენ სამომავლოდ გაიქცევიან არ მიხვალ შეიძლება არც დავესრო შეიძლება დავით, ძალიან დიდი მადლობა. თქვენთან ახლა ძალიან გვიანია, როგორც მიხეილმა თქვა, ამიტომ დაგემშვიდობებით, აღარ წაგართმევთ დროს, ტკბილ-ძილს გისურვებთ. დიდი მადლობა. და რომ დაბრუნდებით, შემდეგ გელოდებით ჩვენთან სტუდიაში. თუ გაგვექცა აქედან ეცობა. დიდი მადლობა. აბა დროებით. იმედია სტუდიაში გვეყოლება და არ გაგვექცევა. ხო, ცოტა რთულია ხოლმე მისი დათანხმება, მაგრამ საბოლოოდ მიხეილმა შემოიყვანა ეთერში. მოკლედ კიდევ ერთხელ ვილოცავთ ამ წარმატებას და უამრავ წისვლას ვუსურვებთ. ეხლა კიდევ ერთ-ერთ საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ბოტანიკური ბაღის მზადება სეზონისთვის, რა გამოწვევების წინაშე დგას ბოტანიკური ბაღი, რა სიახლეებს უმზადებს, თუნდაც ტურისტებს, თუნდაც მოქალაქეებს ჩვენი ქალაქის. ამ თემაზე გაგვესაუბრება სტუმარი ირაკლი არჩაია, ბოტანიკური ბაღის დირექტორი. შუა დღემშვიდობის, მოგესალმებით. მშვიდობისა, მობრძანდით. დიდი მადლობა რომ მობრძანდით, დაგვითმეთ რომ რა სიახლეები გვაქვს 2025 წელს, რა გამოწვევების წინაშე დგას ბოტანიკური ბაღი და ტურისტებისთვის თუ არის რამე ესეთი ზაობა, სიახლე, რომ გაოცდებიან კიდევ და კიდევ ერთხელ ჩვენი აი ამ ულამაზესი ბუნებით და თუნდაც აქტივობებით, რომელიც გაიმართება. დიდი მადლობა მოწვევისთვის, პირველად ვარ თქვენს გადაცემაში და ზოგადად დიდი მადლობა აჭარის ტელევიზიას. ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი ხართ, ყველა ჩვენს ინიციატივას საინფორმაციო მიმართულებით აჟღერთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხარდაჭერისას. მე მინდა ბოტანიკური ბაღის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო თქვენს ტელევიზიას, თქვენს კოლეგებს, კაპიტელ ლოლას გარდაცვალების გამო და მიიღეთ ეს სამძიმარი ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების სახელით. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ბოტანიკური ბაღი კვლავაც, ასე ვთქვათ,
ჩვენ უკვე პრაქტიკულად სამზად ისი დავასრულეთ, შეიძლება ესე ითქვას. გაიწერა კონკრეტული გეგმა, სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე, რომელიც უნდა ჩვენ აქტიურად შევასრულოთ ჩვენი მუშაობით. ფიქრობთ, რომ სიახლეები იქნება და ჩვენი მთავარი мотиваციაც ყოველწლიურად გახლავთ ეს, რომ ბოტანიკური ბაღი ზოგადად თავისი ცნობადობით, თავისი შესაძლებლობებით ყოველწლიურად იყოს სიახლეებით დახონძრული წელი. ამაში იგულისხმება ჩვენი როგორც მარკეტინგული შემეცნებით საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ის შესაძლებლობები და ის მისია, რაც აქვს ბოტანიკურ ბაღს, სოფლიო ბოტანიკურ ბაღებთან ერთად, ეს ყოველწლიურად განხორციელდეს. წლევანდელი წელიც ფიქრობთ, რომ საინტერესო უნდა იყოს. რითი იქნება გამორჩეული წლევანდელი წელი? გამორჩეული უნდა იყოს, ფიქრობთ, რომ მარკეტინგული ღონისძიებები გვინდა რომ იყოს აქტიური და საზოგადოების ჩართულობა გვინდა იყოს და ეს განცდა გვინდა მაქსიმალურად გავაჟღეროთ, რომ ბოტანიკური ბაღი გვინდა რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამასთან ხშირად გვიწევს ჩვენ ეს ამ კომუნიკაციაზე საუბარი, რომ ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა რაღაც სირთულეებთან არის დაკავშირებული. არა, პირიქით, ჩვენ გვაქვს კალენდარი გაწერილი, სადაც თითოეულ ადამიანს განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეს შეუძლია სრულად უფასოდ ესტუმროს ბაღს და დაათვალიეროს ბაღი. ეს არის გამორჩეული ქვეყნისთვის გამორჩეული დღეები, მაგალითად 26 მაისი, 1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეები და ჩვენს, ასე ვთქვათ, დაინტერესებულებს შეუძლია ეს ინფორმაცია მიიღოს, რომელ დღეებში შეიძლება ბოტანიკურ ბაღში უფასოდ შემოსვლა. ეს არის სიახლე ამ წლის? ეს ყოველთვის იყო ეს. ბალბუკების მაგალითად ციტრუსი. ანუ როდესაც არის გავდივართ ხოლმე. გარდა იმისა, რომ ეს ინფორმაცია არსებობს უკვე რამოდენიმე წელია, ჩვენ გავსაზღვეთ ეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკა იმისაც რომ ბაღში ასე ვთქვათ თავისუფლად შეეძლოს საქართველოს მოქალაქეებს ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას ბაღში შემოსვლა სრულიად უფასოდ, ამას ემატება ის ჩვენი ორგანიზებული გამოფენები, თემატური გამოფენები. ასე რომ პრაქტიკულად წელიწადის დაახლოებით 12 ჯერ სრულიად უფასოდ შეეძლებათ ჩვენს მოქალაქეებს ბაღში შემოსვლა. ეს დაიგეგმება ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება უფასოდ შესვლა. სხვა შემთხვევაში კვირის მაგალითად ერთი დღე ან რაღაც არ არის გამოყოფილი, ხო? ჩვენ გარდა იმისა, რომ ადგილობრივ, ასე ვთქვათ, ბაზარს ვაკვირდებით, ასევე სოფლიო ბოტანიკურ ბაღებში როგორ არის ეს ტენდენციები და ანალოგებს, ასე ვთქვათ, ვიღებთ. ასე რომ ბოტანიკურ ბაღში ვერავინ ვერ იტყვის, რომ მომენატრა ბოტანიკურ ბაღში შემოსარს, ეს ყველაფერი არის სრულად. თვალე უნდა ადევნოთ ჩვენს, ასე ვთქვათ, Facebook-ზე ეს ინფორმაცია ადევს, არსებობს შესაბამისი კომუნიკაცია და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ეს ინფორმაცია ამომწევრად მიიღოს. რაც შეეხება მთავარ შეკითხვას, სიახლეები, ჩვენ ეს სიახლეები ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ინფრასტრუქტურას, ჩვენს ბოტანიკური ბაღის რთულ რელიეფთან, მცენარეულ ნაწილთან. ძალიან სენსიტიური თემა არის ნებისმიერი სიახლე, რომელიც ბაღში ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვინდა რომ დაინერგოს, იყოს ძალიან გააზრებული, ძალიან კვალიფიციურად და თითოეულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა მოიტანოს თავისი შედეგი და კვლავ მოგვცეს საშუალება, რომ ჩვენ ამ მიმართულებით კვლავ განვითარდეთ. წელს წელს ჩვენ გვექნება მაგალითად ესეთი სიახლე, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით ვიზიტორთა სტატისტიკას და მოთხოვნილებებს. თუ რა მიმართულებით ვჭირდება განვითარება და დგება კონკრეტული გეგმა, სამოქმედო გეგმა. ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი შემადგენელი სტრატეგიული ნაწილია სხვა სტრატეგიებთან შედარებით. წლევანდელ წელს გვაქვს ესეთი სიახლე, საფეხმავლო ბილიკების განვითარებას გვინდა დავიწყოთ. გასული წელი ძალიან გადატვირთული იყო მთავარი სამარშრუტო გზებით, სადაც უკვე პრაქტიკულად უკვე ვერ აუდიოდით ვიზიტორთა რაოდენობის, იქ იცით რომ ელექტრომობილით მომსახურება არის, ელექტრომობილი მოძრაობს. გვერდის სავლაც კი ვიჭერდა ხოლმე. დავიწყეთ ასე ვთქვათ ამ მიმართულების განვითარება და წელს გვექნება კონკრეტული მონაკვეთი. პროექტი მზად არის, შესაბამისი პროცედურა გავიარეთ, კონტრაქტორ კომპანიასთან დაიწყო უკვე ურთიერთობა, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და გვექნება ამ მიმართულებით სიახლეები და ამ მიმართულებით გვინდა რომ კლავაც განვითარდეს საფეხმავლო ტურები დაიგეგმოს და ასე ვთქვათ ბოტანიკურ ბაღში, ასე ვთქვათ ხეტიალი უფრო მოწესრიგებული იყოს და არის კატეგორია ვიზიტორებს, რომელსაც თავარ სამარშრუტო გზებზე არ სურს და ბოტანიკურ ბაღის სიღრმეებში შევიდეს. აბსოლუტურად გეთანხმებით, მე მომდევნო მასალ გზებზე მერწმუნეთ სულ ბოტანიკურ ბაღი შეგრძნება და ეს შეგრძნებები გვინდა რომ ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორი მაქსიმალურად იყოს წარმორჩენილი, დაათვალიეროს და იმ რელიეფიდან გამომდინარე, რასაც საშუალებას გვაძლევს ბაღი, თავისი უსაფრთხოების ნაწილით იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული. უდიდესი სიმდიდრე გვაქვს ბათუმელებს, უამრავი ისეთი მცენარე გვაქვს, რომ თავისი მიდგომა ჭირდება და ჩვენ ეხა ვიცით უამინდობის გამო, ალბათ ძალიან დიდი პრობლემები შეგექმნათ კიდევაც. არავინ
განსაზღვრავდა იმას თუ აი ესეთი დიდთოვლობა მოვიდოდა და როგორ ახერხებთ ხოლმე დააღწიოთ თავი აი ესეთ მდგომარეობებს და არის თუ არა გამოწვევები, სადაც დახმარება გჭირდებათ, ან პირიქით, სადაც გადალახეთ ეს გამოწვევები და პირიქით თქვენი ემოცია კიდევ და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გაძლევთ, რომ კიდევ ახალი ენერგი ჩამოიტანოთ და მოარგოთ აი ამ გარემოებას, რაც ჩვენს ქალაქშია. რასაკვირველია, ბოტანიკური ბაღს უამრავი გამოწვევა გაუვლია და ჩვენ ამ გამოწვევებისთვის მზადა ვართ ორგანიზებულად ჩვენი მუშაობით. რასაკვირველია, დიდთოვლობა მოგცა გამოწვევები იყო, მაგრამ ჩვენი ორგანიზებული მუშაობით, ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით და ორგანიზებული მუშაობით ეს ასე ვთქვათ გამოწვევა გადალახულია. ბაღი ფაქტობრივად ჩვენ მოგვიწია 2 კვირის განმავლობაში ბაღის დაკეტვა ვიზიტორთა უსაფრთხოების გამო. ასე ვთქვათ, შესაბამის კონდიციაში ბაღი უკვე მოყვანილია, თავისუფალია უკვე შემოსვლა, ყველა მიმართულებით ასე ვთქვათ, გრძელდება სამუშაოების შესრულება, გვინდა რომ უახლოეს დღეებში სრულად იქნეს დასრულებული. იყო გამოწვევები ასე ვთქვათ, გადალახულია, იყო მცენარეული მიმართულებით დაზიანებები, თუმცა აქაც შესაბამისი კვალიფიციური სამუშაოები ჩატარდა და ასე ვთქვათ, ბაღი უკვე მზად არის თავისუფლად უმასპინძლოს ვიზიტორთა შესაბამის რაოდენობასაც. მშვენიერი, შეიძლება ითქვას, რომ ბოტანიკურ ბაღს არ გააჩნია სეზონი, ხო? როგორც ვიცი, მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს ის ტურისტებს. ხო, მუდმივად ლამაზი არის, შეუძლებელია ხა რაღაც სეზონის ერთი კონკრეტული დრო ავიღოთ, როცა იტყვი, რომ აი არ იყო განსაკუთრებული. მუდმივად, არ ვიცი, რაღაცნაირი ჯადოსნური სამყაროა იქ რომ მიდიხარ. შესაბამისად, ანუ ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობს, როგორც უცხოს, ასევე ადგილობრივს ჩამომსვლას. ის სიმდიდრე, რომელსაც ბოტანიკური ბაღი ფლობს, მას სჭირდება მოფრთხილება არა მხოლოდ თქვენგან, არამედ ჩვენგანაც. არის თუ არა, ყავს თუ არა უკულტურო სტუმრები ბოტანიკურ ბაღში? თქვენ სწორად აღნიშნეთ, დასაწყისში პრაქტიკულად სიტყვა სეზონი ბოტანიკურ ბაღში გააქრა უკვე. პრაქტიკულად აი მარტივი ანალოგი რო ავიღოთ, ქვეყანაში არსებული ფრენები, რომელიც ქვეყანაში საერთაშორისო მიმართულებით ფრენები გვაქვს და ეს ფრენები ემატება და წელს მოლოდინეო განსაკუთრებული სეზონი იყოს ლევანდელ წელსაც. პრაქტიკულად პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩამოსული ვიზიტორი ბოტანიკურ ბაღში. ესეა ნამდვილად ყველა ჩამოსული სტუმარი, არა მარტო რეგიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბით ბოტანიკურ ბაღს სტუმრობს და პრაქტიკულად სიტყვა სეზონი უკვე გაქრა ბოტანიკურ ბაღს და ყოველი თვე წელიწადის 4-ვე პერიოდი უკვე აქტიურად. გამორჩეული რა თქმა უნდა არის მარტიდან განსაკუთრებით ნოემბრისთვის ჩათვლით და განსაკუთრებული სტატისტიკები იდება ვიზიტორთა რაოდენობების კუთხით. ვიცავთ თუ არა წესებს? პრაქტიკულად ჩვენ მოვიცავთ სოფლიოს 5-ვე კონტინენტი. აფრიკის კონტინენტიდაც ყავდა გასულ წლებში ძალიან აქტიურად. პრაქტიკულად ყველა ქვეყანა სოფლიოს ნებისმიერ წერტილს მასპინძლობთ ჩვენ და ბოტანიკური ბაღის ცნობადობა შესაბამისად იზრდება. რაც შეეხება ვიზიტორთა, როგორც იცით, არის ქვეყნები, რომელსაც თავისი სპეციფიკური რაღაცა მიდგომები ჭირდება. თუნდაც დათვალიერების კუთხით. ჩვენ 3 შემოსასვლელი გვაქვს ოფიციალურად, სადაც ვიზიტორს შეუძლია ოფიციალურად ბილეთი შეიძინოს და შემოვიდეს და აქაც არის განსხვავებული მიდგომები, არის კატეგორია ვიზიტორებს, რომელსაც ნახევრად სურთ ბოტანიკური ბაღის დათვალიერება, არის ვიზიტორების კატეგორია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დაჰყოფს ასე ვთქვათ ბაღის ტერიტორიაზე და აინტერესებს კონკრეტულ მცენარეულ ნაწილის დონემდეც კი, სამეცნიერო მიმართულების დონემდეც კი ბოტანიკური ბაღის შესაძლებლობებია, ისტორია და ასე შემდეგ. არის ეს კატეგორია ვიზიტორებისაც. საერთო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აი ჩვენი შიდა კვლევებით, გამოკითხვებით, გვაქვს ეს ასე ვთქვათ მარკეტინგული მიმართულება. საერთო ჯამში კმაყოფილი გადის ვიზიტორები, მოხიბლული იმიტომ რომ ჩვენს გვაინტერესებს ინფორმაცია თუ რა დავახვედროთ ჩვენ მომავალში წლიდან წლამდე რა ტიპის ასე ვთქვათ სიახლეების შევთავაზოთ ბაღს. ჩვენ გარდა იმისა რომ ვაკვირდებით ვიზიტორთა მოთხოვნილებებს, ასევე არ უნდა დავარღვიოთ ის მთავარი მისია, რაც ზოგადად ბოტანიკურ ბაღს აქვს სოფლიო მიმართულებებით და ის მისია, რაც აქვს ამას თანმიმდევრობით მიიღო. არსებობს რა თქმა უნდა ხშირად ისეთი გამოწვევები, რომელიც ძალიან მოულოდნელია, თუმცა ამასაც ვითვალისწინებთ ჩვენს და ხშირად არის იქ რაღაც მცირედი ვანდალური ფაქტები, რომელზეც ჩვენ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ასე თქვათ ვახორციელებთ, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული რო გითხრათ, ჯერჯერობით დასაბანაკებელი ადგილები რაც მოემატა თავის დროზე და გამოიყო სპეციალურად და რაც უფრო მეტი გახდა, მით უფრო ნაკლები რასაკვირველია. ბაღის უსაფრთხოება მაქსიმალურად 24 საათის განმავლობაში შესაბამისი დანაყოფი ამისთვის ზრუნავს და
დაცულია და რაიმე ესეთი განსაკუთრებული შემთხვევა არ ქონია. ასევე ძალიან საინტერესოა რა სტრატეგიებს იყენებთ ბოტანიკურ ბაღებში იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების შესანარჩუნებლად. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თავარი მისია, რაც ბოტანიკურ ბაღებს ეს არის მისია, რაც ასე ვთქვათ, აკისრია, ეს არის ბაღის ტერიტორიაზე ჩვენ თავი უნდა მოუყაროთ გადაშენების პირას არსებულ მცენარეებს, ვიზრუნოთ მის ასე ვთქვათ, დოკუმენტირებაზე, მის მრავალფეროვნებაზე და ზოგადად ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბოტანიკური ბაღი აი ამით არის გამორჩეული მისი კლიმატური ნიადაგური პირობებით მცენარეული ნაწილით, რომ ეს ყველაფერი თავმოყრილია ღია ცის ქვეშ. და ჩვენი მთავარი ამოცანა ზუსტად კოლექციებზე ზრუნვა არის. მეტი მრავალფეროვნება გვინდა რომ წარმოდგეს ახლა სხვა შორის მიმდინარეობს მენეჯმენტის ამ მიმართულებაზე, კონკრეტულ მიმართულებაზე მუშაობა, განისაზღვრება სტრატეგია და უკვე დასრულების ეტაპზე ვართ ჩვენ რომ ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილი მცენარეები, ასე ვთქვათ, იყოს მაქსიმალურად სამეცნიერო დონეზე აყვანილი. ეს ძალიან დიდი სამუშაოს მოითხოვს. ბევრი ეტაპი გავიარეთ იგივე მცენარეთა ინვენტარიზაციის მიმართულებით და სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით. კოლექციებში სიახლე ახსენეთ და ხوار გაგვიზიარებთ. რასაკვირველია სიახლეები ყოველწლიურად გვაქვს და ეს არის თავარი ასე ვთქვათ ჩვენი სამუშაო. ჩვენ ახლა დავიწყებთ დარგვებს და ბოტანიკურ ბაღს ასე ვთქვათ შეემატება ახალი სახეობები, ახალი ჯიშები, ახალი ოჯახები და კიდევ უფრო მრავალფეროვანი. მაგალითად გაგვიზიარეთ ძალიან საინტერესო. ამის დრო მოვა და კონკრეტულად ჩვენ გავაჟღერეთ. ანუ ერთია რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ უნდა გავამეოროთ ის რომ პრინციპში საკუთარ თავსაც ჩვენთვის ბავშვობიდან დღემდე და მომავალშიც ბოტანიკური ბაღი ვაირალამაზია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სამეცნიერო ბაზა, რომელიც არის ღია ცის ქვეშ. და უბრალოდ ნატურალურ პირობებში ხდება მცენარეების შესწავლა, დახმარება მათთვის, რომ გაიზარდონ, არ გადაშენდნენ და შესაბამისად დიდი სამეცნიერო ლაბორატორიაა, უბრალოდ იმ ფუნქციით, რომ შეიძლება მარტივად დაათვალიერო და რაღაც კოლბას არ გაკრა ფეხი, ხო, იმიტომ რომ ძირითადად მცენარეებია დარგული. ამიტომაც უნდა გავუფრთხილდეთ და გარემოს და თითოეული პასუხისმგებლობა არსებობს ასეთი რაღაც, სადაც შეიძლება ერთდროულად დაატკბეს ილამაზით და თან იმუშაო. კი ბატონო. დაგემშვიდობებით. ერთ რაღაცაზე მინდა და ყურადღება გამემახვილებინა, როცა ვსაუბრობთ რომ უნდა შევინარჩუნოთ ის რაღაც მნიშვნელოვანი რაც ბოტანიკურ ბაღს აქვს ხო და მოუაროთ, მას ჭირდება მოვლა, ზრდა, ყურადღება. რასაც აკეთებენ მებაღეები, ხო? არა მხოლოდ მებაღეები, რა თქმა უნდა, ამაში არის თითქმის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი ჩართული. არის თუ არა ამ პროფესიის მიმართ, განიცდით თუ არა ამ პროფესიის მიმართ სიმცირეს? საინტერესო შეკითხვა არის ბოტანიკური ბაღი ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ მენეჯმენტის თითოეული რგოლი იყოს წარმოჩენილი და განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. რასაკვირველია აქაც ჩვენ სიახლეები დავიწყეთ და ძალიან კარგი შედეგები გამოიღო. დღეს უკვე ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია და ასე ვთქვათ მოდურად და ტენდენციაც წავიდა მწვანე სივრცეების შექმნა, თუნდაც კერძო მიმართულებით, ასევე ქალაქში ხედავთ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები და ეს ტენდენცია ძალიან კარგია და ჩვენ მაქსიმალურად ვაკეთებთ ამის პროპაგანდას, რომ ზოგადად ბონების მოფრთხილება, საბაღე მიმართულების განვითარება, უამრავი გაკვეთილები გვაქვს ჩვენ და თანამშრომლობთ სხვადასხვა სახელმწიფო თუ არა სამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა და პარალელურად კვალიფიკაცია არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ბოტანიკურ ბაღის თითოეულ რგოლში სურს რომ კვალიფიციური რესურსი მუშაობდეს, თავმოყრილი იყოს და ეს ყველაფერი იყოს ორიენტირებული განვითარებას. რა თქმა უნდა შედეგები გვაქვს და ამას ჩვენ ყოველდღიურად ვანხორციელებთ იმისათვის რომ ასე ვთქვათ ეს დონე არ იყოს და პირიქით დონე იყოს მომატებული და მეტი ასე ვთქვათ სიახლებისთვის და გამოწვევებისთვის იყოს. ასაკურველი ეს ყველაფერი არის ინტელექტუალურ რესურსზე განსაზღვრული. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ერთ-ერთი სტრატეგია და მიმართულება არის ეს ჩვენთვის. მშვენიერი. ძალიან დაგემშვიდობებით ბატონო ირაკლი. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენი სტუმარი იყო მაყურებელს კიდევ ერთხელ გავუზიარებ ირაკლი არჩაია ბოტანიკური ბაღის დირექტორი. უკეთ ახალ სიმწვანეზე და მე უკვე განათლებაზე და ლაბორატორიებზე და შემეცნებაზე და მეცნიერებაზე დავიწყოთ ლაპარაკი. არ შეიძლება ამ თემას გვერდი აუაროთ. და ბარემ დაჯილდოების ცერემონია იქნება ხო? თუ გაიმართა უკვე ცოტა ველავალაგე, მაგრამ უსიმას იცით ეს პროექტი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა იცით. შესაბამისად სტუმრები ყავს ამ თემასთან დაკავშირებით, ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ. კაპიტანი მარიკა ფუტკარაძე, თვით უსიმასის ბათუმის ფილიალის კოორდინატორი და მოსწავლე ივანა ხილიკაძე არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. აბა მოგვიყევით ახლა ამდენი.
პირველ რიგში მოგესალმებით, მოგესალმები მაყურებელს კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. USIMA საქართველო, როგორც წინა გადაცემებში საუბრობთ, 2018 წლიდან არსებობს საქართველოში. ჩვენს მოსწავლეებს ყოველწლიურად ვუტარებთ სასერტიფიკაციო გამოცდებს. ამ მომენტში უშუალოდ მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება დონე შეიცვალონ. სულ 10-ზე მეტი დონეა ჩვენთან და ყოველწლიურად ჩვენს მოსწავლეებს ეძლევათ იმის საშუალება, რომ ამ სასერტიფიკაციო გამოცდის შემდეგ უშუალოდ გადავიდნენ სხვა დონეზე, ოღონდ ეს კონკრეტული სასერტიფიკაციო გამოცდა არ არის ორიენტირებული რაღაც კონკურენტუნარიან სივრცეებზე უშუალოდ მოსწავლეებისთვის. ჩვენი мотиваცია მთავარი არის ის, რომ ყოველწლიურად ჩვენი მოსწავლეებმა, ჩვენმა მოსწავლეებმა გაუმჯობესონ თავიანთი ცოდნა და ყოველწლიურად უფრო მეტი мотиваცია გააჩნდეთ, რომ სხვა დონეზე გადავიდნენ და რაც ყველაზე მთავარია, უფრო მეტად თავდაჯერებულები გახდნენ და ზოგადად ჩვენი პროგრამის მთავარი იდეაც ამაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მოსწავლეები იყვნენ უფრო და უფრო თავდაჯერებულები, რეალურად მსგავსი ტიპის და ეს კონკრეტული სასერტიფიკაციო გამოცდებიც ამას ემსახურება, რომ ყოველწლიურად ჩვენს მოსწავლეებს ჩვენი მოსწავლეები უფრო მეტად თავდაჯერებულები გახდნენ. ბუნებრივია წინსვლას და განვითარებასაც გრძნობთ, ხო? კი, რა თქმა უნდა, 15 მარტს გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში IG სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი. განათლების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ჩვენთან, მათ შორის ბათუმის სკოლის წარმომადგენლები, რადგან ეს IG სასერტიფიკაციო გამოცდის ეს კონკრეტული ცერემონია ჩვენთვის იყო გარდა იმისა, რომ მოსწავლეები დავაჯილდოვეთ, ასევე იყო შესაძლებლობა იმის, რომ ჩვენი პროგრამის შესახებ უფრო მეტ ადამიანს გაიგო და მთლიანად გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ ამ ხრივ უფრო მეტი მოსწავლე ჩართულიყო ამ კონკრეტულად ჩვენს პროგრამაში. 11 დონეა შესაბამისად, ეს ასე არ არის, რომ ერთი ჯგუფი აიყვანეთ და უშუალოდ მიაცილეთ 11-ად, ხო ეს ყოველწლიურად შევსებადია, მოთხოვნა როგორია წლიდან წლამდე რა დაინახეთ ამ უშუალოდ ცვლილებები მაგალითად თუ დაგჭირდა ცვლილებების გაკეთება ამ პირიქით და უშუალოდ დააკმაყოფილეთ მოთხოვნა. როგორც აღნიშნეთ 2018 წლიდან არსებობს ზოგადად USIMA-ის პროგრამა საქართველოში, მათ შორის ბათუმშიც ყოველწლიურად იზრდება ჩვენი მოსწავლეების რაოდენობა, რა თქმა უნდა არიან მოსწავლეები, რომლებიც გარკვეული დონის შემდეგ ანებებენ თავს, მაგრამ გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ მასტერის წოდებები, რომლებიც პირველი დონიდან foundation-ის დონიდან დაიწყეს და რეალურად გააგრძელეს და მივიდნენ საბოლოო დონემდე. ყველაფერი მაინც არის დამოკიდებული უშუალოდ ბავშვის დაინტერესებაზე. ჩვენი მხრიდან ჩვენ ვართ მაქსიმალურად ჩართულები იმაში, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა და დონეების ნაწილი ბოლომდე მიიყვანოს. კი ბატონო, თვითონ ბარემ დავამატებ შეკითხვას და თვითონ დონეზე რამდენი დრო ჭირდება საშუალო? პირველ დონეზე მაგალითად გრძელდება 6 თვე, შემდეგი დონეები უკვე 4 თვეზე, 4 თვე გრძელდება. ეს არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მოსწავლის სწავლების სიბეჯითეზეც აი მე მგონი ბეჯითი იონა ხინიკაძე გვიზის ეხა აქ ყოველბრალოდ არ არის ჩვენთან სტუმრად, ხო? მოგესალმებით. კიდევ ერთხელ. გაგვიზიარე შენი გამოცდილება? მე ძალიან მიყვარს მათემატიკა და მიყვარს ეს თითების გამოთვლა. თითების მე მეხმარება ეს გამოთვლები სკოლაშიც და გამოთვლებში რამეთში თუ დამჭირდა გამოთვლა და ეს მეხმარება ყველაფერში. იონა რთულია, იმიტომ რომ ვუყურებ ხოლმე, აი ჩემთვის ძალიან რთულია და აი პრაქტიკაში თავიდანვე გიყვარდა მათემატიკა და დედიკოს ვთხარი რომ წამიყვანეთ, ხო? თუ აი მაგალითად აღმოაჩინე რომ აი აქ შეგიყვარდა აი ამ მეთოდით. მე მათემატიკა მიყვარდა ძალიან ნიჭი მქონდა მათემატიკის. პირველად დედამ წამიყვანა მასტერკლასში ჩატარდა ბათუმში. მე ვიყავი 6 წლის და დედამ წამიყვანა ამ მასტერკლასში. მართლა ყოჩაღ დედიკოს, ხო? ორივე კმაყოფილები დავრჩით. და ბოლოს გაკვეთილებზე ვიარე და ძალიან მომეწონა და ეს ნიჭი განავითარე. ისეთი შტაბისდება რჩება, რომ ბავშვებს მერე კალკულატორი საერთოდ არ ჭირდება. არ ჭირდება და საერთოდ არიღენებ და გაჩვენოთ როგორია. საინტერესო არის შენს მეგობრებს რას ეტყოდი? მათ ვინც ჯერ კიდევ არ არის დაინტერესებული მენტალური არითმეტიკით, ხო? ვურჩევდი რომ შევიდნენ USIMA-ის პროგრამაში და იმეცადნენ. გეხმარება ეს სკოლის საგნების მომზადებაში?
დიახ. რამეში თუ ვერ გამოვითვალე, თითებს ვიყენებ და ისე ვითვლი. და გამოდის რომ ყველაზე სწრაფი და სხარტი მოსწავლე ხარ, ხო? განსაკუთრებით მათემატიკაში. სახში გეკითხებია ხოლმე რაღაცებს უკვე მათემატიკასთან დაკავშირებით, თავშე ჩვილო აბა როგორა ეს რა. ერთი დამიანგარი შეუცბად. ეხლა რამდენი წლის ხარ? ეხლა 10 წლის. ესე იგი 4 წელია უკვე ძალიან ჩართული შრომობ აი ამ კუთხით. საინტერესოა ასევე შეიძლება ეხლა ივანეს შემთხვევაში ნიჭი აღმოაჩნდა, არა აქვს ბავშვს ამის ნიჭი, მაგრამ უნდა რომ ისწავლოს. რა სირთულეებს აწყდება? შესაძლებელია მოვიყვანოთ თქვენთან მაგალითად და დაიხვეწოს განავითაროს. რეალურად სწავლების პროცესი თავიდანვე ჩვენი რაც мотиваცია არ არის, რომ ეს ნიჭიერი ბავშვები ვიპოვოთ და შემდეგ ამ ნიჭიერ ბავშვებთან გავაგრძელოთ მუშაობა. ყველა ტიპის ბავშვისთვის არის ხელმისაწვდომი, ორიენტირებულია ზოგადად კომპანია იმაზე, რომ მაქსიმალურად ყველა ბავშვი, ვინც ჩვენთან მოვა, დაინტერესდეთ ამით და უფრო მეტი ინტერესი გააჩნდეს ზოგადად მენტალური არითმეტიკის მიმართ, მათემატიკის მიმართ და მაქსიმალურად ანუ სწრაფად ათვისებადია ამის თქმა მინდა, იმიტომ რომ შეიძლება ყველამ ვერ გააკეთოს. უმეტესად იმ ახალ ბავშვებს უმარტივდებათ, ვისაც მათემატიკა მოსწონთ, აი იონასნაირ მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან და რეალურად სურვილი აქვთ, რომ შედეგიც ჰქონდეთ და კარგადაც ისწავლონ და თავიანთი ცოდნა უშუალოდ სკოლაშიც და სამომავლოდაც გამოიყენონ, მათთვის რა თქმა უნდა უფრო მარტივია, მაგრამ რეალურად ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ ეს პროგრამა იყოს ყველასთვის. აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ რეალურად დეკემბერში იმართება ჩემპიონატი ეროვნული და შემდგომ უკვე მსოფლიო ჩემპიონატი UCMAS-ის პროგრამის 1500-ზე მეტი მოსწავლე გვეყოლება სტუმრად საერთაშორისო სხვადასხვა ქვეყნებიდან 40-ზე მეტი ქვეყანა იქნება ჩვენთან სტუმრად თბილისში და რეალურად ამ ძალიან დიდ კონკურსსაც ვმასპინძლობ და ძალიან დარწმუნებული ვარ, როგორც ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი, ჩვენი სხვა მოსწავლებიც, მათ შორის იონაც მიიღებენ მონაწილეობას ამ საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ეს პირველი შემთხვევაა თუ მაგალითად ყოველი წლის ბოლოს იმართება მსგავსი ჩემპიონატი? ზოგადად ჩემპიონატი, როგორც ჩვენ ეს სასერტიფიკაციო გამოცდა ყოველწლიურად იმართება, წინა წელს იყო ნიუ-დელიში, ჩვენ საბაც ბათუმის ბათუმიდან ერთ-ერთი გამარჯვებულიც იყო აქ სტუმრად, ნიუ-დელიში იყო წინა წელს ინდოეთში, წელს კი ეხლა 20-25 წელს კი საქართველოში ტარდება, რაც ჩვენთვის არის ძალიან არა, საინტერესო მე რომ გადავწყვიტო, ეხლა თუ ავითვისებ. დარწმუნებული ვარ, რომ კი. მართლა განსაკუთრებული უნარები აქვთ დაუშვათ კონკრეტულად ჩინეთიდან და ინდოეთიდან ბავშვებს დასრულებს თუ ეს უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან ბევრი არიან და იქ შერჩევა ადვილი? მე ზოგადად მგონია რომ ერთი ნაწილი არის ის რომ ძალიან ბევრი არიან და რეალურად უფრო მეტი კონკურენცია არის და უფრო მეტად კარგი ბავშვი კარგი ვერ ვიტყოდი ბავშვი ყველა კარგია რა თქმა უნდა ჩვენს შემთხვევაშიც რეალურად ყველა ის ბავშვები ვინც ჩვენთან არიან მოსულები და სწავლობენ ყველას აქვს იმის უნარი და შანსი რომ რეალურად შედეგი გქონდეს და მიიღონ ჩემპიონატებში რომელი პუანკარეა ჩვენ შორის სადღაც ხო? რეალურად ვინც მოდის, რა თქმა უნდა, სურვილი აქვს რომ შეისწავლოს და ალბათ გონიათ რომ უფრო მარტივად არის გადასალახი ეს ეტაპი, იმიტომ რომ ეხლა რომ დაიზუთხო, დაჯდე, ისწავლო, დაიზეპირო სხვა რაღაცა, იმიტომ რომ თავად მე ბევრი кейსი მსმენია რომ ბავშვებს ხშირად შევწები ვარ, აი დედა ესე რომ საუბრობენ, ესეთი მათემატიკა, ესე რომ ანგარიშებენ და ძალიან საინტერესოა მათთვის, აი ყურებადობაც კი საინტერესოა და ალბათ мотиваციაა და შემდეგ უკვე მარტივად აითვისებს ყველა ვინც მონდომებულია. კი, ნამდვილად, უბრალოდ მე როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, ყოველთვის ჩემს ბავშვობას ვიხსენებ, ხოლმე მე მგონია რომ ჩვენს თაობას რაღაც დოზით ბავშვობაში თავდაჯერებულობას არავინ არ გვეუბნებოდა რომ უფრო მეტად თავდაჯერებულები ყოფილიყავით. მსგავსი ტიპის ზოგადად პროგრამები, მით უმეტეს როდესაც კონკრეტული პროგრამა ეხება მენტალურ მათემატიკას ზოგადად ბავშვები უფრო მეტად თავდაჯერებულები ხდებიან. შესაბამისად, დასაწყისიდანვე თუ როდესაც აქვთ შედეგი, მე უფრო მეტი мотиваცია უჩნდება და თვითონ არანებებენ სწავლას რეალურად. აი მაგალითად იოანა. დიახ. რამდენი წელია ესე იგი დადიხარ კიდევ ერთხელ გავუმეორებ? უკვე მე-4 წელია. მე-4 წელია. შენ მარიკა, სხვათა შორის ახლა გამახსდა რომ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ მათემატიკაში უფრო ძლიერები ბიჭები არიან ვიდრე გოგოები და ეს მოსაზრება რამდენად სწორი არის, აი თქვენი განსაკუთრებიდან რომ გოგონი იმსხრევა უკვე ეგ მოსაზრება ხო? ნამდვილად ჩემი
სუბიექტური დამოკიდებულებითაც მსგავს ტიპის აზრები ზოგადად მითია და ძალიან ცუდია, როდესაც სკოლაში მსგავს აზრებს გვინერგავენ. ნუ მე ყოველ შემთხვევაში მსგავსი ტიპის ფრაზები მესმოდა ხოლმე სკოლაში. იოანა და ზოგადად იოანას თაობა ალბათ არის მაგ მხრივ იღბლიანი, იმიტომ რომ ეს რაღაც სტერეოტიპული მიდგომები მაინც შეცვლილია და რეალურად იოანა და ის ახალგაზრდა გოგონები, ვინც ჩვენთან სწავლობენ, არიან მაგის ნათელი მაგალითები, რომ მათემატიკა არ არის ბიჭების საქმე და ჩვენც შეგვიძლია ერთ-ერთი ურთულესი საგანია ეს და შენი კლასელები ხო არ იწერენ ხოლმე შენგან დავალებებს დაგვეხმარიან მსგავსი პრაქტიკები თუ არის ხოლმე ყოველდღიურად შენ ცხოვრებაში? ხშირად არ, მაგრამ ზოგჯერ ხდება ხოლმე. თქვენ ახსენეთ მასტერები. ანუ მასტერები თუ ბრუნდებიან ერთიდან პროექტში და თუ აგრძელებენ მუშაობას? უმეტესწილად აგრძელებენ სწავლას, რა თქმა უნდა, მათემატიკის, უფრო მათემატიკის ზოგადად გამოთვლები მათთვის არის უფრო მარტივი. ხშირ შემთხვევაში უშუალოდ ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ აი საერთაშორისო გამოცდილებები მიიღონ და უფრო მეტ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. ხო, ანუ თუ ხდება მეთქი, რომ დაუშვათ აი მოიწონილი ლექტორები და ეუბნება რომ მე თქვენაირი გზა გავიარე რაღაც უხსეს. კი და ასევე მასტერკლასებშიც ძალიან დიდ ანუ აზიარებენ მათ გამოცდილებას და მithmetes ჩვენი მოსწავლეებსაც ასე ვთქვათ მასტერკლასები როდესაც გვაქვს უფასო და ეხლა მაგალითად ხვალ გვაქვს ბათუმი მოლის ოფისი გაიხსნა ჩვენი და ხვალ გვაქვს უშუალოდ ბათუმი მოლში იქაც ყოველთვის ვცდილობთ რომ ჩვენი მოსწავლეები მოვიწვიოთ და თვითონ მოსწავლეებმაც აუხსნან თუ რატომ არის მენტალური მათემატიკა საინტერესო რატომ უნდა ისწავლონ მენტალური არითმეტიკა და ანუ ხვალ საშუალება აქვს ვისაც სურველებს ბათუმ მოლში როდის რომელ საათზე? 12 საათზე შეუძლიათ 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს მოვიდნენ, ხოლო პირველ საათზე 4-დან 6 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მოვიდნენ. ესა რა ქვია, პაატა, წამიყვანოთ ჩვენი გოგოები. შეგეძლო ჩემნა შევიპაროთ. სხვათა შორის რა არის იცი და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ ანუ მათემატიკა მხოლოდ ანგარიში არ არის და ამას იმდენად ბევრი დადებითი თვისება აქვს კიდევ ანუ როდესაც ბავშვმა მათემატიკა და ანგარიში იცის კარგად ის აბსოლუტურად ყველა საგანს ძალიან მარტივად დაძლევს რაღაცნაირად ასე მგონია იმიტომ რომ გონებრივი ვარჯიშია სწრაფი აზროვნება რა ვიცი მიხვედრილობა აბსოლუტურად ყველა მიმართულებას ცხოვრებაში წარდგება შემდეგ ადამიანს ეს ჩვენი ხელის გულის ხელის თითები განსაკუთრებით და წვრილი მოტორიკა ეს ადგილები პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენ სააზროვნო ცენტრებთან შესაბამისად ამის გაერთიანება თავის დროზე მოიტანა ის რომ რაც უფრო ხშირად ვიყენებთ ამას და ანუ პარალელურად ვაკეთებთ ამას მით უფრო დიდი ასე ვთქვათ მექანიზმს ფლობთ მე აზროვნებისთვის და საშუალებას ამიტომაც ნუ შედეგის ახაზია და ალბათ ამ შედეგს კიდე ახლო 5-10 წლის შემდეგ ესენი რო ზრდასრულები იქნებიან და ის მე მომდენო თავობაც კიდე წამოეწევა ალბათ დაგვეტყობა აუცილებლად მოიწადა ჩაგერთვებით კიდევ მათემატიკის სწავლა იმისთვის არის კარგად რომ ჩვენი ბიუჯეტიც კარგად გამსაზრდოთ თვიდან თვემდე ეს ყოფილა უმნიშვნელოვანესი რომ რაღაცა დოზით მაინც იცოდი ადამიანმა სხვანაირი აზროვნება ვითარდება მაშინ ეს არ ნიშნავს იმას რომ 10 მიუმატე 10 და ასე შემდეგ რო უცია უბრალოდ სხვანაირად გეგმავენ და აწყობენ მსგავსი ტვინის და მოაზროვნე ადამიანები ამ ყველაფერს ბიუჯეტთან დაკავშირებითაც თან სამყარო 21 საუკუნე ხო ტექნოლოგიური სამყარო პერიოდია რეალურად და მათემატიკის ცოდნა მით უმეტეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ უფრო მეტად და ლოგიკური აზროვნება და მათემატიკა ამას არითმეტიკა ამას ავითარებს უფრო მნიშვნელოვანია რომ უფრო მეტად იგრძნონ თავი რომ სამყაროს ნაწილები არიან და უფრო დიდი გადატრიალებები მოახდინონ მე პირადად სუბიექტურად ობიექტურად ვარ დარწმუნებული რომ იოანა იქნება ქალი რომელიც ძალიან დიდ გამარჯვებებს მოუტანს საქართველოს მომავალში და ზოგადად ის ყველა ჩვენი სტუდენტები ამომავალი მათემატიკაზეა დაფუძნებული შეიძლება რა თქმა უნდა პროგრამირებამ დღეს რაღაცნაირად ბევრი რაღაცა ასე ვთქვათ დომინანტი გახდა ამ ყველაფერში მაგრამ ისიც მათემატიკაზეა დაფუძნებული ანუ ყველაფერი რასაც ხედავთ გარშემო ჩვენი ლაპარაკიც კი მათემატიკურად გამოთვლილია ამიტომაც ნებისმიერი ტექნოლოგიური და ბუნებრივი პროცესების აღწერა შეიძლება ამ უნივერსალურ თავარ და
პირველად ენაზე, ალბათ პირველად იყო სიტყვა და ის სიტყვაც კი რაღაც მათემატიკური ფორმულა იყო სინამდვილეში, რაღაც განსაზღვრა მთელი სამყაროს არსებობა. პატა, ესე იგი თუ დააკვირდით იოანას მას შემდეგ რაც მარიკამ მასზე არაჩვეულებრივი სიტყვები თქვა, რომ ის ძალიან კარგ საქმეს მოუტანდა საქართველოს, სხვანაირად დაჯდა სამართალზე. ისეთი ამაყი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს სიამაყის გზნობა, იმიტომ კი არ იგრძნო უბრალოდ რომ მარიკამ შეაქო, არამედ საკუთარი თავის თავდაჯერებულობა აქვს და ძალიან მაგარია. აქვს ეს და აუცილებლად უნდა გქონდეთ. აუცილებლად და ნამდვილად მიაღწევ ყველაფერს. ეს მაგას სპონტანურად ხო არ თხოვოთ იოანას, რა თქმა უნდა, მარიკა თუ დაგვეხმარება არ. მაშინ ჩვენ გამომთვლელი უნდა დავიჭიროთ სოფო ხელში. რაღაც ციფრზე ვთხარი რომ გაამრავლოს. აი, ხო, მაგრამ პასუხიც ხომ უნდა ვიცოდეთ და ეხა გამომთვლელი მაქვს მე ჩართული. თუ თანახმა იქნება, რა თქმა უნდა. სოფო კითხე მე არ გამოვითვლი სწორ პასუხს. ვაიმე ვკითხოთ, ეხლა მე არც თუ ისე ძლიერი ვიყავი მათემატიკაში და ნახე როგორ მიჭირს ახლა. კარგი, 98-ს დავუმატოთ 546. არა, დავუმატოთ კიდე მაგალითად 160. დავუმატოთ კიდევ 215 62 დავასრულოთ თუ გავაკეთოთ. აი, დაინდე ბავშვი. კიდე შეგიძლიათო, მარიკა, მოდება პრობლემა არ არის. რამდენი გამოვიდა? დავიწყო, მე მგონი რა თქვი, ხო? კი, ვერ გაიგეთ 644-ს. დავუმატოთ 644-ს, დავუმატოთ 160, დავუმატოთ 215, დავუმატოთ 62. და ბოლოს რა თქვით? 62. 1090. მალადეც. ხო, მე დავუთვით, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ უნდა შევამოწმოთ იოანა. ძალიან დიდი მადლობა. ხო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებ, იოანა და მე მჯერა, რომ ბევრი შენაირი მონდომებული კი ბატონო, შრომის მოყვარე ახალგაზრდა გვეყოლება და ბევრი შენი მოგბარი მოგვბაძავს. მადლობა. მოგეთ თქვენი წარმატებები არაერთხელ დაგჭირდება კიდე ეთერისთვის, თქვენი სტუმრების და როგორც თქვენ ჩვენს პრინციპში დასვენ გამოვიტანეთ, ახლო წლებში ეს ყველაფერი დაგვეტყობა ეს ცოდნა ქვეყანას არა მარტო ფულის და ბიუჯეტის დაცვაში, არამედ მენტალურადაც დაგვეტყობა, პრიორიტეტულ გარკვევა მას მენტალური მათემატიკა, ის ავითარებს იმუნარებს, რომელიც მე დაგჭირდება როგორც საზოგადოებას და როგორც პრინციპში მსოფლიოს. თუ ღირსები ვართ ისე რომ არსებობთ როგორც გონიერი არსებები, ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად ყველამ. პრინციპში ჩვენ მოხუცებისთვის წყალებში იქაც უნდა იყოს ალბათ 1-2 კურსი, სადაც გავიხსენებთ რაღაცებს და ცოტა ხო და მეხსიერება მე დიდხანს გაკვებოდა ამიტომ რაღაც პრობლემები ასაკში. ექსპერიმენტის ძალიან კარგია. მოგეთ ჩვენ რამდენიმე წამში დავუნდეთ კიდევ ერთი თემით ახლა შევდებით. მადლობა. დავბრუნდით ისე. კითხილში ყვილობრივ და ვარ. ახლა წავიდა ჩემი ტანჯვა და წამება რუბრიკა, ამიტომაც რაღაც ტკვილი უნდა დამელიეთ ცოტათი, რომ კომპენსაცია გამიკეთებინა. შენ იცი ნონა სტუმარი დღეს ვინ იქნება? აი დაიწყო ახლა, დაიწყო. სხვათა შორის მინდა იცოდე, რომ მათემატიკოსებმა მხოლოდ ანგარიში არ იციან. ანუ რეცეპტის ზუსტად დაალაგება იციან 10 გრამი ის 5 გრამი ეს ზუსტად. დიახ, და შესაბამისად რა იქნებიან? კერძები. კარგი მზარეულებიც არიან. აი ვინ ეყოლება ახლა დღეს ნონას რუბრიკაში, ნუ ასე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ არაჩვეულებრივი მათემატიკოსია ეს ადამიანი. აბა ვნახოთ. და ვნახოთ როგორ სწორ და ზუსტ გათვლებს გააკეთებს ინგრედიენტებში. უნდა შემოგვიერთდეს ნონა, რას მოგვიმზადებს, როგორც ყოველთვის ახლაც არ ვიცით, რომ ვიცოდეთ არაჩვეულებრივი ლაშა. შუადღე მშვიდობის. ძალიან კარგი სტუმარი გყავს ნონა, ჩვენ საუბრობდით მათემატიკაზე, ლაშა ჩვენი ხშირი სტუმარია, მაგრამ ამ ამპლუაში არასოდეს არ მინახავს და საინტერესოა რა უნდა მოგვიმზადოს. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით დიდი შესვენების ერთგულ მაყურებელს, ლაშას არ ესმოდა, მაგრამ წამყვანებმა დიდი სიყვარულით მოგიკითხეს და თქვენს რომ ძალიან კარგი პედაგოგი ხარ, ჩვენი ხშირი სტუმარი ხარ ლაშა, ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია, თუმცა ამ ამპლუაში პირველად გიხილავს ჩვენი მაყურებელი და წამყვანებიც. მოკლედ, ლაშა დღეს გვიმზადებს ჭიქის დესერტს, როგორც მითხრა.
და თუ რა ინგრედიენტები დაგვჭირდება, ან როგორია მომზადების წესი, ამას ახლა მასთან ერთად ვიხილავთ. ბატონო, აი დროის უმცირესობიდან გამომდინარე, გადავწყვეტე ძალიან მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი დესერტის მომზადება, როგორც ნონამ აღნიშნა, ეს არის ჭიქის დესერტი. მათემატიკური სიზუსტით. რა თქმა უნდა, მათემატიკური სიზუსტით პროპორციულად გათვლილი დესერტი. აუცილებლად დაგვჭირდება შესქელებული რძე, შემდეგ ხაჭო, მდნარი კარაქი, ფხვიერი ორცხობილა, რომელიც მე წინასწარ მოვამზადე დროის დაზოგვის გამო და თქვენთვის სასურველი კენკრა. შეგიძლიათ ბანანიც გამოიყენოთ, მაგრამ ეს ცოტა მჟავე გემოები ძალიან უხდება. ალუბალი ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ეს არის ალუბალი ამ შემთხვევაში თავისივე წვენით და ჟელატინი, რომელიც გვინდა შემდეგ ხაჭოსთვის და შედარებული რძისთვის. დავიწყოთ ნონა? შეგვიძლიათ დავიწყოთ. შეგვიძლია დავიწყოთ. შემიძლია დაგეხმარო. კი ბატონო. იმიტომ რომ ვფიქრობ მარტივია და საკმაოდ მარტივია და შეძლებ დახმარებას. პირველ რიგში ანუ გვინდა რომ ჩვენთვის სასურველი მოცულობის ფხვიერ ორცხობილას ჩავასხათ კარაქი, რომ ცოტა ესე გვეყოფა. კარაქი წინასწარ მოვზადეთ. კი, კარაქი რა თქმა უნდა ჩვენ წინასწარ გავალღეთ მიკროტალღურ ღუმელში. ეს კარგად უნდა გადავურო, ხო? ეს კარგად უნდა გადავურო, თუ არ გეყოფა კარაქი შემიძლია დავამატო. გონი ცოტა მოითხოვს კიდე რა დავამატო. მე ამასობაში აქეთ ცოტაოდენ 200 ან 300 გრამ ხაჭოს, თქვენი სურვილისამებრ გადავიტან ჯამში. და შემდეგ აი ამ მასას ესე დავამატებ. სხვათა შორის პირველად ვიღებ მონაწილეობას ამ დესერტის მომზადებაში. კი ბატონო, საკმაოდ გემრიელია. შემდეგ გავხსინჯოთ. ესეთ შედადებულ რძესაც გადავიტანთ ჩვენს ჯამში. ნუ ესეც რა თქმა უნდა თქვენს გემოვნებაზეა მეგობრებო დამოკიდებული. თუ უფრო ტკბილი გიყვართ, ტკბილი გემო, შეგიძლიათ ცოტა მეტი უქნათ. შედადებული რძე თუ არა და ოდნავ ნაკლები. ლაშა, ეს რამდენად ფხვიერი უნდა იყოს? კიდე აი საკმარისია, აი რომ დაიტკბნოს. იდეაში ეს არის ჩიზქეიქის ვარიაცია ჭიქაში, ნონა რომ ვისაც დრო არ აქვს აი ჩემსავით, გეცოინება ალბათ რომ საკმაოდ გადარბენებზე ვარ. კი, მაგრამ ახერხებ რომ გემრიელად მომზადო ეს ყველაფერი და ვუცებდიახ. როგორია შენი ყოველდღიურობა? აი, როგორ იწყება შენი დილა? ჩემი ყოველდღიურობა არის საკმაოდ ქაოტური, იმიტომ რომ დილა სკოლა, უამრავი კლასები, შემდეგ ისევ უნივერსიტეტი, შემდეგ ისევ ჩემ სტუდიაში უამრავი ბავშვები და ფაქტობრივად დღე ისე გადის, აი 24 საათი ისე გადის, რომ საერთოდ ვერ ვგრძნობ ამ დროის გასვლას. აი ეს ესეთი თხელი მასა უნდა მივიღოთ მეგობრებო. დიახ. შემდეგ ამ ყველაფერში შეგვიძლია დავამატოთ ცოტაოდენი ჟელატინი, რათა მაცივარში რომ კი, ოღონდ ჟელატინი აუცილებლად უნდა გავხსნათ ცოტა თბილ წყალში, ერთი წამით, იმედი არ დაგვეპრება. ჯერჯერობით ძალიან მარტივი ჩანს. მივდივართ ხო? ამ დესერტის მომზადება. აი ნონა შეგიძლიათ წყალში გავხსნა. აი ასე ვხსნით მეგობრებო წყალში. ჟელატინს. ეს არის თბილი წყალი, თბილი წყალი, დიახ, ნელთბილი წყალი არის. ჟელატინი ახლა გაფხვიერდება, შეგიძლიათ ცოტა კარგად მოურიო და გადავიტანოთ ამ თხელ მასაში. მე ცოტა ხაჭოს კიდე დავამატებ, რომ ოდნავ გასქეოდეს. და შემდეგ უკვე გადავალთ ძალიან მარტივად აწყობას. დიახ. ვაწყობთ, ესე იგი, ამას კიდევ სჭირდება მორევა? არა, უკვე შეგვიძლია გადავიდეთ აწყობაზე. ავიღოთ ჩვენთვის სასურველი ფორმის ჭიქები, მეგობრებო, მე ამ შემთხვევაში ეს ჭიქას ვიყენებ, შეგიძლიათ დამეხმარო. დავჭერ. და აი კოვზი და შენ როგორც გსურს იმ თამიმდევრობით შეგიძლია დაიწყო, ანუ ჯერ ორცხობილას აი ეს პატარა კოვზი შემიძლია გამოვიყენო? პატარა კოვზი უფრო ალუბლისთვის. აჰა, კარგი. გვაწყობს ერთ წამი გადავიტან, ცოტა ესე შეგვიძლია გავიმეორებ მე მაშინ. შეცას. დიახ, ესე. ანუ ეს არის ჩიზკეიქის ძირი ასე რომ. რა კარგი სურნელი აქვს უკვე კარაქი რო შეერი ამ რიცხობილას. შემიძლია უკვე გადავიდეთ. კი, რა თქმა უნდა. შემდეგ უკვე გავუშვებთ. ცოტა შორს ეს დესერტი შეიძლება ვიგულისხმოთ საკმაოდ ჯანსაღად და ვინც სწორკვებაზეა, შეუძლია ემათაც ცოტა მიირთვას. ნუ ზომიერი რაოდენობით დასაშვებია. კი ბატონო. აი ესე კრემი. შაქარს როგორც ხვდები არა? შაქარი საერთოდ არ გვიქნია. თუმცა ორცხობილაში არის გარკვეული რაოდენობის მომაწოდო ნიკო ნახე და ეს ცოტა მოვწმინდოთ. ესე ერთი ცალი მაგალითად. და ეხლა გავუშვათ ჩვენთვის სასურველი კენკრა. შეგიძლია ამ შემთხვევაში ალუბალი ჩაყარო ამ კრემში. დიახ. იცი რა კარგია მონაწილეობის მიღება? ესე არ მიმიღია ხოლმე მონაწილეობა კერძის თუ დესერტის მომზადებაში პირდაპირ ჩართვით და გონი უნდა ვცადო ხოლმე. რა რაოდენობა ესე ჩვენთვის სასურველია. თუ საკმაოდ მომჟავო გემო გიყვარს, შეგიძლიათ ცოტა ჩვენ მაყურებელს როგორც მოსწონს, ისე შეუძლია. მე ხა მაგათაც ძალიან მიყვარს მჟავე გემოები და ზოგადად კენკრის ფარვა. მაგრამ ვფიქრობ საკმარისი უნდა იყოს ეს რაოდენობა. შეგიძლია ისევ
ორცხობილა გავუშვა, ანუ საფეხურებრივად. აჰა, ეტაპობრივად მიყვებით, რომ უფრო ლამაზი გამოვიდეს. ამჯერად მათემატიკურ სიზუსტეს არ ვიყენებთ? მათემატიკურ სიზუსტეს მე პირადად ყოველთვის ვიყენებ, იქნება ეს დროის მენეჯმენტი თუ რეკერდის მომზადება. იმიტომ რომ მთელი სამყარო მათემატიკაზე დგას, ეს ვიცით ყველამ და თუ ანუ პროპორციულად გავანაწილებთ სწორად, ეს დესერტი საკმაოდ კარგი და გემრიელი გამოვა. ეხლა მე ცოტა ალბალს ჩავყრი ჩემ ჭიქაში. შეგიძლია ჩაყარო გაძლეუფლებას. ცოტა წვენიც მოხდება. შენთან სახლში ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენ გაძლევთ უფლებას. აი ესე. აი ესე. აი შემდეგ მე ეს ორცხობილას გავუშვებ. ესე. ვისაც ტკბილი სურს შეუძლია შოკოლადითაც მორთოს. აი ჯერჯერობით ასე გამოიყურება. თუ გსურთ, შეგიძლიათ მე სამე ფენაც დაამატოთ პირობითად. ვაიმე. მოგეხმარო? ამას კიდევ შემიძლია დავამატო? შეგიძლიათ მე სამე ფენაც დაამატო, არის რა მეზად გამოიყურება? ანუ უკვე მზად არის ჩვენი უკვე მზად არის ჩვენი. სწორედ შენი დესერტი. ჩაშლილი ჩიზკეიკი ასე რომ თქვა დავარქვათ ჭიქის და თუ გსურთ შეგვიძლია დავაგემოვნოთ. მოდი დავაგემოვნოთ და მაყურებელსაც უთხრეთ, გულწრფელი ემოცია თუ რამდენად გემრიელია ეს. მე ყავს ჩაშლილი. ой, კარგი. ორიცალი ყავს. თუ შეძლებს ჩვენი ოპერატორი შეითავსოს ეს ფუნქცია და მოგაწოდოს ყავსი. კურიოზული მომენტი. არა, უშავს მეგობრებო, ესეც ხდება ხოლმე. აი ესე. დიდი მადლობა. კადრს მიღმა აუცილებლად დააგემოვნოს ოპერატორიც. ან ძალიან მარტივად ვინც ბევრს მუშაობთ, ჩვენ სავით და ვინც გადარბენებზეა, შეუძლია რომ ესე მარტივად მომზადოს დესერტი, ესე კარგად ამოვიღოთ კრემთან ერთად. და დავაგემოვნოთ. ნახოთ, ძალიან ლამაზად კი გამოიყურება. ნახოთ როგორია. საკმაოდ კარგია. ცოტა ჯერჯერობით პირია და ამას რომ მაცივარში მოვათავსებთ, უფრო გემრიელი იქნება. ძალიან გემრიელია. აი იდეალურია. გემოები ნამდვილად თამაშობს ლაშა. შესანიშნავია, ვისაც უყვარს ცოტა მომჟავო გემოები და თან ტკბილი. კარგი ნარევია. ძალიან გამიხარდა რომ ვისმა უნდა აბა ამ დესერტის ნება ძალიან საინტერესოა. ზეები ახლა იგენი წაიშალა. ჩვენ წამყვანები ხარ ვიცი რას გრძნობენ, ფიქრობენ. შეუძლია თქვენწვიო. კი, ანუ შეუძლია მოგწოდეთ. მეგობრებო, აბა რამდენად მოგეწონათ ჩვენს მიერ მომზადებული დესერტი? მომიწერე მაგის ჭამა ქვემოდან ზემოთ თუ შეიძლება. აი რომ დავაპირფავთ სადმე და აი ბაზარაც გავუკეთებ და ზემოდან ეს ფენები, აი მე მიყვარს უბრალოდ ეს ორცხობილა რო იფშნება ძალიან. მე მგონი ნონას არ ესმის ჩვენი კარგად. ნონა, როგორ გესმის ჩვენთან? თუ არ გინდა რომ ემოციები გაგვიზია, რომ გითხარი? აი ახლა კარგად მესმის. არა, საწყოს ის კარგად ესმის. ახლა თქვენი ხმა ოსკარის ფონზე უკან რაც არის, მშვენიერია რა თქმა უნდა. მე ყურია რომ მომივარდა. ნონა, როგორ ფიქრობ? მირჩევ რომ შენი შეამჩნიეს ეს ყველაფერი. ჩემი ჯილდო მოსწავლებისგან მიერ. ისი? აბა ნონა, რა თქმა უნდა, ყურადღებით გისმენდით და ვაკვირდებოდით თქვენს მოქმედებას, მაგრამ დაგემოვნებით ეს ბედნიერება შენ რო დაგმანახოთ როგორ ჭამთ რო დაგიჯეროთ რომ ეს კერძი არ არის უბრალოდ რაღაცა ხუთვარსკვლავენის სურათიდან გადმოსული. ერთი კოვზი პატა შენი არ ესმის გაჩერდი. ჩემი სპეციალურად არ ესმის. ხო და მაინტერესებს ნონა, რამდენად მირჩევ რომ შემდეგ გადავახვიო შენი რუბრიკა აჯაფსანდალი. თავიდან ვუყურო, ჩავიწერო ინგრედიენტები და სახში მოვამზადო. ლინდა მესხიძის რუბრიკა აჯაფსანდალი. გირჩევ რეკომენდაცია ჩემგან. აუცილებლად უნდა მოამზადოს ყველა ადამიანმა თან თავად ნახეთ რამდენად მარტივია და გემოები უკვე გემოვნების ამბავია რამდენად მოგეწონებათ. მე ძალიან მომეწონა და მოვიხიბლე ამ დესერტი ლაშა უღრმესი მადლობა. მადლობა ნონა, მადლობა შენს სტუმარს გემშვიდობით. მომავალ პარასკევამდე ვემშვიდობებით ნონას და პარასკევი დღე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ბევრ
კარგ ამბავს ვაცნობთ ხოლმე ჩვენს მაყურებელს. აჯაფსანდალის საშუალებით, ბევრ გემრიელ კერძს ვეზიარებით ხოლმე და ასევე ძალიან მიყვარს ჩვენი გადაცემის მიწურული, რომელიც ძალიან საინტერესო არის და ეს არის მერის წუთი, რომელიც რა ვიცი, გულწრფელი რომ ვიყო და საზოგადოების აზრიც ასეთია, იმიტომ რომ გამოხმაურება აქვს ძალიან კარგი ამ რუბრიკას. რუბრიკის ჩანაფიქრი კარგი აღმოჩნდა და მერის მოლოდინებით სავარაუდოდ ალბათ გაამართლა, ხო? მერის ყოველთვის ყავს ისეთი საინტერესო სტუმრები, რომლებიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ხოლმე, რას საქმიანობენ, რას აკეთებენ, რას მოღვაწეობენ, როგორი ადამიანები არიან და მოკლედ მოხარული ვარ და შეიძლება ვივარაუდო, რომ ერთ შვენიერ დღეს ჩვენ შეიძლება ვიყოთ მერის რუბრიკის სტუმრები. არა, აქედან გადავჭდეთ ხოლმე. ხო, კარგი, მე არ მინდა რომ მერის დრო წავართვა, იმიტომ რომ როგორც ვიცი ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი და საყვარელი ადამიანი. მოკლედ გადავერთოთ ახლა მერის წუთზე და შემდეგ ისევ დაუბრუნდებით. ჩემი რუბრიკის ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი თემა ყოველთვის არის უბრალოება, სინამდვილე. ძალიან რთულია ეს კამერების წინაშე და კადრს მიღმაც თუნდაც რომ შევინარჩუნოთ, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები ხოლმე ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში წარმატებით სარგებლობენ, ან თუნდაც აქვთ მიზანი, რომ გახდნენ წარმატებული ქალები, მამაკაცები, ხშირ შემთხვევაში დაგანახოთ აი იმ კადრიდან, აი იმ კულისებიდან თუნდაც ან იმ მეორე მხრიდან, რაც არ ვიცით მათ შესახებ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, იმიტომ რომ ყველაზე რთული მომენტები ცხოვრებაში გვაქცევს იმ ადამიანებად, ვინც საზოგადოების წინაშე ვდგევართ, მაგრამ არავინ იცის თუ რა მომენტები და ბარიერები იყო ესენი, ამიტომ ჩემი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი გახლავთ თამარ მელიქიშვილი, პოზიტიური, ენერგიული, ჩვენი ბათუმელი მოქალაქე, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზეა. თამარ, მოგესალმები. მოკლედ, შენ ხარ აი ჩვენს ქალაქში ადამიანი, რომელიც ჩაისქროლებს, არის სულ კარგ ხასიათზე და არის ძალიან გულწრფელი და შემთხვევით არ შევარჩიე შენი პერსონა ჩემი რუბრიკისთვის. მოდი დავიწყოთ ბავშვობიდან. მე ამბოხე იყავი, თავდაჯერებული იყავი, თუ თუნდაც აი სადღაც უკანა მერღზე იჯექი და არ იყავი ესეთი აქტიური და ცხოვრება მოიტანა ეს ყველაფერი შენ ცხოვრებაში. მოგესალმები მერი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბავშვობას რაც შეეხება, მე მგონია რომ შენ კარგად გემახსოვრება, გარდა კლასელობისა მეზობლებიც ვიყავით და ალბათ იმიტომ ეკითხები. უკანა მერღზე ალბათ არასდროს არ ვიჯექი, თუ ვიჯექი მაინც წინ რაღაცნაირად წინ აღმოჩნდებოდი ხოლმე. რავი, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ვიყავი ძალიან ბედნიერი ბავშვი. იმიტომ რომ გავიზარდე ძალიან ბედნიერ და ძალიან ბზიან გინდ წვიმაშიც ძალიან სიყვარულით სავსე ქალაქში და ყოველთვის ვამბობ ჩემი ემიგრაციიდან გამომდინარე, რომ რაც მე მაკლია ემიგრაციაში არის ეს სიყვარული, რაც ბათუმს გააჩნია. შესაბამისად ვიყავი ძალიან ცელქი ბავშვი, ასე ვთქვათ, ვიზრდებოდი ქუჩაში, მადლობა დედაჩემს, იმიტომ რომ ძალიან დამოუკიდებლად გამზარდა, მიუხედავად 90-იანებისა და მისი რაღაც რა ვიცი, საშიშროებებისა, ვიყავი ყოველთვის ძალიან თავისუფალი. იცი რატო გეკითხები თამარ? ხშირ შემთხვევაში აი შენ როგორიც გახსნილიც ხარ, ასევე მეც მიყვარს ეს ღიაობა და უკითხავთ ხოლმე, რომ ესეთი ბავშვი იყავი თუ შემდეგ ცხოვრებამ გასწავლა ეს ყველაფერი. ჩვენ ხო რაღაც კომპლექსებს ვებრძვით, თავს ვაღწევთ აქედან, რომ გავხდეთ ის პერსონები, რაც გვინდოდა ბავშვობაში რომ ყოფილიყავით. შეიძლება ადამიანი იბადება ამ ნიჭით, ამ თავისუფლებით, მაგრამ შეიძლება ამას აღწევენ. მე ვიცი რომ შენ ამ ნიჭით იყავი პირველი კლასიდან ესე ვქნათ ბოძებული და ყოველთვის ამყარებდი ხოლმე აი ეგ ტერიტორიაზე სამართლიანად სიტუაციას, მიდგომას, მეგობრობას, აქტიურობას და ეს ყველაფერი ოჯახიდან მოდის, აი ხა გავეცით ამას პასუხი. ხო, მაგას რა ვიცი, ალბათ უფრო ორგანულია ეს ყველაფერი, თან მე რწყული ვარ, ცოტა რავი ცეცხლი ვარ, რავი დედაჩემსაც ალბათ ბევრი იცნობს ქალაქში
ძალიან აქტიური ქალია და მე ვფიქრობ, რომ დედას ძალიან გავარა მაშინ და ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო ბუნებრივია და ცხოვრებამ მე ძალიან პატარა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ასაკში წავედი საქართველოსდან და მაგას მნიშვნელოვანია მეორე სკოლა დაამთავრე ბათუმის საჯარო მეორე სკოლა. შემდეგ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარე და თუ არ ვწდები 1 წლის შემდეგ წახვედი ჩეხეთში. ხო, 1 წლის მერე ავიდე. არ დაგისრულებია უნივერსიტეტი. არა, უნივერსიტეტი არ. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რატო არ დაასრულე? რა ბარიერებს წააწყდი და რა მიზნები ქონდა, რატო წახვედი? სიმართლე გითხრა, უნივერსიტეტში ჩავარება არც მინდოდა. ანუ ეს ვთქვათ, კი ვიზდებოდი თავისუფლად, მაგრამ მაინც იყო ალბათ ეს რაღაც ტრადიციული ვალდებულებები იმ დროს საქართველოში, ძალიან დიდი იმედი მაქვს და მეც ახლა საგანმანათლებლო სფეროში ვარ და აღარაა ესე, ვისაც უნდა ისწავლოს, ვისაც უნდა არ ისწავლოს. ზოგი საერთოდ არ სწავლობს და მაინც აღწევს რაღაცეებს და ასე შემდეგ. მოკლედ ჩავაბარებინეს უნივერსიტეტში. თავიდან მინდოდა იურისტობა, რატომღაც მეგონა რომ კაი იურისტი გამოვიდოდი, მე აღმოჩნდა რომ იმდენს ლაპარაკობ, კაი ჟურნალისტი გამოვიდოდი და არ ჟურნალისტი გამოვიდა ჩემგან და საბოლოო ჯამში რა ვიცი რა გითხრა, მე არ მინდოდა მოკლედ მაგ უნივერსიტეტში სწავლა, იმიტომ რომ ისეთი დრო იყო. ამას ხმამაღლა ამბობდი მაშინაც. მაშინაც ხმამაღლა ამბობდი, ჩემი დეკანი ქალბატონი მარია თუმისმენს ემახსოვრება, არ დავდიოდი, არ ვსწავლობდი. რა ვიცი, ბევრი ძალიან კაი ლექტორი მყავდა სხვათა შორის მედია ჩარკვიანი, ქართუნა ტორტაძე. აი იცი აზემი და პარალელი გავაბლო. ამის ხმამაღლა თქმა სჭირდება, აი სინამდვილე. შეიძლება ადამიანებმა ეს იფიქრონ, მაგრამ არ თქვან ხმამაღლა, იმიტომ რომ შერცხვეთ, აი როგორ შეაფასებენ, რომ აი როგორ არ უნდა სწავლა და რას ქვია, აი ამ ტექსტს ამბობს. მაგრამ შენ შემთხვევაში ყოველთვის გულწრფელი ხარ და ეხლაც კი აი მიდგომებით ფსიქოლოგიური ამბობენ, რომ თუ არ უნდა ადამიანს რაღაც აი ამ თემის სწავლა, ამ ჟანრის სწავლა, ამ პროფესიის სწავლა, არ არის პრობლემა, წავიდეს და შეისწავლოს ის რაც უნდა. მაგრამ მაშინ მაინც სხვა დრო იყო და მაშინაც კი ხმამაღლა საუბრობდი ამ თემებზე. კი ბატონო, ანუ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ყველა ერაში და ეპოქაში ვისაუბროთ ხმამაღლა განსაკუთრებით და რა ვიცი მე არასდროს არაფერს არ მსხვენოდა და არასდროს არაფერს არ მალავდი ზოგადად, ალბათ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე და არ მომწონდა, არ იყო მაშინ ესე ვთქვათ cool სწავლა, ალბათ არ ფასდებოდა სწავლა ასევე და რა ვიცი, არც мотиваცია გქონდა, პირობები უნივერსიტეტი გქონდა დღესაც ერთ-ერთი ულამაზეს ადგილას ევროპაში, ბევრ ადგილას ეს ზღვისპირას უნივერსიტეტი არაა, მაგრამ ბევრი გარემოებებიდან გამომდინარე, მოკლედ და ასევე ალბათ ფიქრობ, რომ ჩემს გულში სულ იყო ის, რომ მე მინდოდა ამ ქვეყნიდან წასვლა. რაც დღეს პირიქითაა ამ ქვეყანაში პირიქით სურს დაბრუნება და ძალიან ხშირად ვარ საქართველოში, ალბათ მაგაზეც ვკითხავ რო არ გადაგისვა. აუცილებლად. ხო, ბევრს რო ლაპარაკობ. ანუ წახვედი ჩეხეთში, მარტივი არ იყო ალბათ წასვლა თუ მარტივი იყო შენ შემთხვევაში? რა თქმა უნდა არ იყო მარტივი, 20 წლის წინ წასვლა არც არ იყო მარტივი. როგორ მოახერხე? კომპიუტერი მქონდა ძველ სტალინის ქუჩაზე ინტერნეტ კაფეში დავდიოდი, გამოცდებს მაქინავ ვაბარებდი, არც ფინანსურად აღარ იყვნენ ესე ვთქვათ სტაბილურად ჩემი ოჯახი. ბევრი ბარიერები იყო, მაგრამ იმდენად ადამიანს თუ რამე უნდა ყოველთვის გააკეთებს და მე ვფიქრობ, რომ მე გამომივიდა. გამოგივიდა. ჩეხეთში რა გამოწვევებს წააწყდი და ადაპტაცია როგორი იყო? ბათუმიდან ჩეხეთში. ასე ვთქვათ, ჩეხეთში მე პირველად არ წავსულ ვარ, მანამდე ანუ პრაღაში მანამდე ნამყოფი ვიყავი. რამოდენიმეჯერ იქ YMCA-ის ბანაკი იყო რაღაცა აქტიურობა ახსენე და ყველაფერში აქტიური ვიყავი რაღაც სკაუტებით. ასე შემდეგ და იქ კარლის ხიდზე ჩავიფიქრე ესე ვთქვათ რა, მე მჯერა ძალიან ენერგიების და ჩავიფიქრე კარლის ხიდზე თუ იცის ახლა მაყურებელმაც და თქვენმა კოლეგებმაც არის ესეთი ადგილი, სადაც სურვილები ხდება. რომ ოდესმე მეთქი ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში ვიცხოვრო და ვფიქრობ, რომ ამიტომ ყველას უნდა გვჯეროდეს საოცრებების და ახთა ეს. ანუ გამოწვევები რა თქმა უნდა იყო ძალიან ბევრი რა, პატარა გოგო ვიყავი, ესე ვთქვათ 19 წლის და ჩავედი ენა არ ვიცოდი, თითქოს რუსულს გავს, მაგრამ ძალიან რთული ენაა ჩეხური. სწავლობდი მულტიკულტურულ ძალიან დიდ უნივერსიტეტში, ამერიკულ უნივერსიტეტში და ბესეუს მე ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ალბათ ხვდებით ცოტა, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება იქნება. ხო, მაგრამ ჩემი კომუნიკაბელურობიდან გამომდინარე ის, რომ ინგლისური ღმერთმადლობა იმ დროშიც ვიცოდი უკვე საკმაოდ კარგად, არ გამჭირვებია, მაგრამ იქ ოჯახისგან სიშორე, ასე შემდეგ იყო გამოწვევები, ვერ ვიტყვი რომ ესევდა მონატრება. ხო, და მაშინ არც პირდაპირ ფრენები იყო, არც ვთქვათ, ასე მობილურიც არ მქონდა სიმართლე გითხრა პირველ წელს მე ისე წავედი, მე იქ მაჩუ
გაჩუქეს ერთ-ერთმა იქ ქართულმა მცხოვრებმა მეორე წელს მქონდა მობილური და მაგრამ რო გითხრათ ახლა სევდიანი ემიგრანტი ვიყავი რომ ვინმე მძალი გამაგდო არა ძალიან მინდოდა და იქ ვარ სადაც დღესაც თავს სახში ვგრძნობ. კი ბატონო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია 2013 წლიდან დღემდე თამარ შენ 200-ზე მეტი სტუდენტი გაიყვანეს საქართველოსდან და მიეცი იმის საშუალება რომ იქ ესწავლა. მოდი ამ თემაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ შენ ხარ ხიდი ასე ვთქვათ ჩეხეთსა და საქართველოს შორის. აი სტატუსია ხიდი რა ყოველთვის მინდოდა ალბათ რომ ყოფილიყავი ეგ ხიდი რაც თუ ანუ ჩეხეთში სიმართლე გითხრა ქართველებში თავიდანვე ესე არ ყოფილი ვარ გათქვეფილი მაგრამ თუ რამეს ვაკეთებდი გინდ ჩვენი სათვისტომოს დაფუძნებიანა აგერ ფოტოებს ხედავ ჩემი ნოსტალგია ქართული პლასტიკური ქირურგიის რავი ძალიან ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად ვისაუბრებთ ანუ რადგან მე მარტო წავედი და ჩემი ძალები და ჩემი სახსრებით წავედი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში პრაღაში და ძალიან რთული იყო ეს გზა სიმართლე რომ გითხრა იყო ჩემი ოცნება რომ იმ ბავშვებს რომელსაც შემდგომ ეტაპებზე მოუნდებოდა ну ძალიან მიხარობდა რომ ვიყავი ერთ-ერთი პირველი სტუდენტი რა თქმა უნდა ეგ სტატუსის რაღაც შენი ეგოსთვის კაია მაგრამ მინდოდა რომ ძალიან ბევრ სტუდენტს და ახალგაზრდა აბიტურიენტს გამოეცადა ჩეხეთში სტუდენტური ცხოვრება რაც მართლა ძალიან მაგარი ცხოვრებაა იქ და ვავი მე ვფიქრობ რომ შედგა ეს და ძალიან ბევრი სტუდენტი დღესაც და წელსაც და მომავალშიც ყავს დარეგისტრირებული. ძირითადად უწევს სერვისებს ესე ვთქვათ. ეხლა ძალიან მაგრა განვითარდნენ ჩვენი ახალი თაობა, განვითარდა თავისით იციან უკვე მოძიება, აპლიკაციის შევსება, მაგრამ თუდად რო არ გამომიდეს იყო დრო, როცა აპლიკაციასაც ვერ ავსებდა სტუდენტები და ეს უკარო შენაირი ადამიანი ყოლოდა გვერდით, უფრო მარტივად წახვიდოდი და ბევრი გამოწვევის წინაშე არ დადგებოდი. ну რა თქმა უნდა ბევრად, იმიტომ რომ მე პირველი 2 წელი ვერ წავედი სიმართლე გითხრა იქ ვიზის რაღაც შეფერხებები მქონდა ვიზასთან დაკავშირებით ადრინდელი კონსული გადამეკიდა ვიზა არ მომცა რაღაც არასწორად ვაკეთებდი თუმცა რა ვიცი დღეს ძალიან ამაყი ვარ რომ ჩვენი ახალი თაობა მართლა ბევრად წინ წავიდა ბევრი რთული პირობების და გარემოებიდან გამომდინარე მაინც მაგრამ მაინც ჭირდებათ ჩემი სერვისები და იქ ვარ ანუ საკონსულტაციო მას უწევს საგანმანათლებლო და შემდეგ იქაც განვითარება სამსახური რაღაცეებში ვეხმარები ნუ იქ ვეგულები ქართულში 7 წელი იყავი აღმასრულებელი დირექტორი ქართულ პლასტიკური ქირურგიის კომპანია აპტოსის ჩეხეთის სლოვაკეთის ოფისის ეს არ არის მარტივი წახვედი მიზანია ისრულე ადაპტაცია გაგიჭირდა და უცებ აღმასრულებელი დირექტორი როგორ მოახერხე გავიგეთ რომ აი ეს ლავირება ეს ხასიათი ეს კომუნიკაცია თამარას აქვს მაგრამ ამავე დროს აუცილებელია ცოდნა ურთიერთობები ანუ ყველაფრის სწავლა და ყველაფრის ლავირება ხო ეგ იყო ჩემი ყოველთვის ამბობ ხმამაღლა ყველგან სადმე თუ რავი რამე ჟურნალში ყოფილი ვარ თუ ტელევიზიაში იყო ბინგო ჩემ ცხოვრებაში იმიტომ რომ უცხო ქვეყანაში გახდე თქვა CEO ესე ყველას არ უმართლებს მე ვფიქრობ რომ ეგ არა ჩემი განათლება იმიტომ რომ მე განათლება დიპლომატიაში მივიღე და მასმედიაში იქაც ანუ ვინმეს არ ეგონოს რომ პლასტიკური ქირურგი გავხდი იქ უცებ ანუ მე ვიყავი მენეჯმენტში თუმცა სახლში ხანდახან საუზმეზე თუმცა მეც ზოგჯერ ვიტყურები იმიტომ რომ ვიცი რომ 40 სასაკი არ მეტყობა და ვიზახი რომ მაგიდან გამომდინარე და რა ვიცი ეს ხუმრობით რა თქმა უნდა რა ვიცი მე ძალიან უმადლი ვარ მთელი ცხოვრება სულამანიძების ოჯახს ძალიან ცნობილი ოჯახია საქართველოში და რომ მენდენ ესე ვთქვათ ძალიან ბევრი წელი ეს ოჯახი ეძებდა უბრალოდ მათ ჰქონდათ ოცნება რომ აი ტოტალ შარმის და იმის აპტოსის ეს ძაფებით ლიფტინგი ალბათ ყველა მიწის და მინდა რომ იცოდეს საქართველოში აუცილებლად იცოდნენ არის უდიდესი კომპანია ღვინოზე დიდი ექსპორტიორი საქართველოსდან ნახა რეკლამაში არ ჩამეთვალოს მაგრამ არ ჭირდება ამ ოჯახს და ამ კომპანიას რეკლამა და მოკლედ საღაციდან Facebook-ზე მიპოვეს ესე ვთქვათ რა მათმა HR-მა და ძალიან დიდი გამოწვევა იყო და მე ესე პირდაპირ ვერ დავთანხმდი მაგრამ თბილისიდან ძალიან დიდი ის მქონდა ესე ვთქვათ სეპორტი დახმარება ამ ოფისის და დავთანხმდი და რავი მე ძალიან ამაყი ვარ რომ ვფიქრობ რომ მათაც არ რა ვიცი ну გაუმართლა ესე ვთქვათ იმაში მიზნებში რომ ავაწყოთ ეს კომპანია მე ისე გამოვიდა რომ 7 წელიწადში რა ვიცი ყველაფერი იჭრება და დრება და მე ვფიქრობ რომ ჩემი დრო ამოვწურე ამ კომპანიაში და გადავეცი სხვას ყველაფერს თავის დრო აქვს რა თქმა უნდა მაგრამ იყო ჩემი ცხოვრების ესე ვთქვათ უდიდესი კარიერული
გამოწვევა და რავი, კაი წლები. მოკლედ, შენ სიძლიერეებზე ვისაუბრეთ, ეხა მაინტერესებს რა სისუსტე გაქვს. რაც ვერ დაძლია, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანში არსებობს სისუსტე, რაც გვინდა. შესაძლებელია რომ გავაძლიეროთ, ან დავტოვოთ სისუსტეთ. თუ შეგიძლია რომ გითხრა ხმამაღლა გაგვიზიარო. ხმამაღლა, რა ვიცი, ეს სისუსტე ყველა ადამიანს აქვს, რა თქმა უნდა. მე ამ ბოლო წლებში მაქვს, თქვა სიმარტოვის სისუსტე, პირდაპირ ვიტყვი, აი მიუხედავად იმისა, რომ თვეში თქვა 4-5 დავფრინავ, თვითონ ანუ შიდა ევროპული ფრენები გინდა თუ რავი დისტანციური ან საქართველოში ძალიან ხშირად ვარ, დაჟუკვი მარტო ვერ ვფრინავ და სულ ვიღაცას წამომყოლს ვეძებ. ნუ გინდა თერაპიას, რავი, ყველაფერს გავდივარ, რასაც ნორმალური ცივილური ადამიანი, ფიქრობ ესაა და მეორე სტერეოტიპები ვერ დავძლია მაინც, ანუ მგონია რომ ოჯახი, რომელიც ვერ შევიქმენი ეგეთ ტრადიციული ოჯახი, მე ხა ტრადიციების დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ მაინც, ანუ ფიქრობ რომ ეგ არის ჩემი სისუსტე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მაინც ფიქრობ რომ მინდა და ხშირად მithქვია რომ მინდა შვილი, მინდა თქვა ვერ ვიტყვი რა საქმარი გათხოვება ქორწილი და დედოფლის კაბაში თავს მე ვერ ვხედავ ვერასდროს, მაგრამ ნუ ასე თუ ისე რომ უყურებ ხო Facebook-ზე ქორწილებს და რაღაც მგერით ეტლებში ბავშვებს მინდება და მე ვფიქრობ რომ ეს ჩემი სისუსტეა რომ რა მე ვფიქრობ რომ ასე თუ ისე არა მე ვფიქრობ რომ დაგვიანებულია, იმიტომ რომ იმდენად რთული ხასიათი და იმდენად ფუნდამენტალური ვარ უკვე, რავი ყველაფერს ვიცი. ყველაფერი იქნება თავის დროზე გამოჩნდება ისეთი ადამიანი რო არ დაიცოდნენ. ადამიანებისთვის ცალკე საიტი უნდა იყოს, სადაც ერთმანეთს გაიცნობენ და სირთულეებს შეეჯახებიან თავიდან. ხო, ესაც ვიძახი მე ახლა ხვდები გინდ ჩემი კარიერიდან, სიძლიერებიდან და ხასიათიდან გამომდინარე და გინდ ჩემი თავისუფალი ცხოვრებიდან მე ვიღან მithოვებს თქო, მაგრამ ნუ აუცი იქნება რომ ვიღაც მიყურებს და გამოჩნდეს რა იცი. თამარ, ანუ მაინტერესებს შენი იდეალური სცენარი დილის განაწყობ თავს ამ ყველაფრისთვის, რომ ჩამოვივლე ქუჩაში და ყველას რომ ღიმილით ეისალმები და ენერგიას ასხივებ თუ ეს ბუნებრივად და თავისთავად ხდება, ანუ რუტინა თუ გაქვს? რა ბათუმში და შეიძლება მაყურებელს გაუზიარო და თუნდაც აიღოს ეს სამოტივაციო შენი დილის რუტინა. დილის რუტინა ზოგადად ჩეხეთში ძალიან ადრე ვიღვიძებ რა 7 საათზე 8 საათზე ნუ ვარჯიშობ. ბათუმში? ხო, ეხლა უნდა მეთქო ბათუმი ყველას რა ვიცი. ბათუმი მაფუჭებს ყველანაირად ძალიან გვიანაც ვიძინებ და გვიანც ვიღვიძებ, მაგრამ ეხლა დავიწყე ჩოგბურთის დაუბრუნდი ბათუმის ჩოგბურთის კლუბს, ჩემი ბავშვობის წლებია და დავდივარ ჩოგბურთზე და რაც შეეხება ხა ძალიან ისეც არ გამომიყვანო რომ ძალიან პოზიტიური ვარ, ზოგჯერ მაგარი ტოქსიკური წორ და ცუდ ხასიათზეც კუთხეც დავდივარ ბათუმში რომ ვიღაცებს რაღაც საუქნა ძალიან დაპირი რომ ვარ, რამე უშნოთ არ უთხრა. მაგრამ ნუ ეს რა თქმა უნდა არის ups and downs ესე ვთქვათ ცხოვრებაში და მაინც ჩემი რუტინაა რომ მართლა რა მე მინდა რომ ვიყო პოზიტიური და ბედნიერი და ვფიქრობ რომ ყველაზე საოცარი ძალა ადამიანში შენ თუ ხარ ბედნიერი და სარკეში შენ თავს ბედნიერს ხედავ, ასევე შენ ირგვლივ მყოფი ადამიანებიც არიან პოზიტიურები და ბედნიერები და ეს უნდა აფრქვიო, რაც არ უნდა რთული პერიოდი იყოს, რაც არ უნდა რაც ხა არის დღეს საქართველოში მე ასე ვთვლი, მაინც გამოვიდივარ და მაინც ძალიან ოპტიმისტი ვარ და მინდა რომ ყველას გადავდო ეს. მშვენიერი, ეხა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ დავბრუნდი საქართველოში და ხშირად ვარ, რომ მაინც გენატრება შენი ქვეყანა და გინდა რომ შენს ქვეყანაში მიაღწიო წარმატებას და იქ გავლილი გამოცდილება, თუნდაც გაუზიარო აქ ქართულ ხალხს. რა ხდება ამ შემთხვევაში? საქართველოში ანუ იმიტომ არ მიყვარს იმიგრანტს რომ იძახიან, რავი მე ვარ მომცავ შესაძლებლობა იგივე ჩემმა კარიერამ და ფინანსებმა რომ ვიყო ძალიან ხშირად, არა ეს მარტივი სხვებისთვის. ამიტომ არ ვარ ისეთი იმიგრანტი, რომელიც გადახიზნულია და რომელსაც თქვათ, ვაიმე არ მინდა ქართველები, არ მინდა საქართველო, ჩემი გული მაინც ყოველთვის არის აქ. განსაკუთრებით ბათუმში და თუ რამეს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ანუ რასაც ვაკეთებ და მოღვაწეობ საქართველოში, ყოველთვის ვიმეორებ ხმამაღლა, გინდ ივერია ჩვენისათვის ტომო, გინდ ქართულ-ჩეხური ბიზნეს ცენტრი, ანუ ბიზნესი, ეხლა დავარქვი, იმიტომ რომ გარდა სტუდენტებისა, ასევე ვაკავშირებ ჩეხურ და ქართულ ბიზნეს ერთმანეთს, მინდა რომ ძალიან ბევრი ქართული კომპანია იყოს ჩეხეთში და პროდუქცია და ასევე ჩეხური აქ. და მინდა რომ ვიყო, ნუ კარგად თქვი, ამაზად გამოგივიდა ხიდი აგერ კაბლის ხიდს ხედავთ. ხო, ნუ რა ვიცი, სანამ ძალა მაქვს და სანამ ამის შანსი მაქვს, მინდა რომ ამ ორ ქვეყანას შორის ყოველთვის ვიყო და ალბათ ყოველთვის ესე იქნება. ესე იგი, მოკლედ, შენ ოჯახი ახსენე, ეს აქტიურობა გადამდებიო და ბავშვობიდან იყო ოჯახის წევრები, მაგალითად, ვისი
აი ვისი ქმედებაც შენთვის იყო შთამბეჭდავი. აი მაგალითად დედა, რომელიც ძალიან აქტიურია და ასევე იცნობს მთელი ქალაქი, ანუ ბათუმში ხო პატარა ქალაქი გვაქვს, ულამაზესი ქალაქი გვაქვს და იყო თუ არა мотиваცია. აი ქალბატონი მაიკო შენთვის. თუ იყო მამა, ან ახლობლები, ან არ ვიცი მსახიობი, რეჟისორი, მომღერალი, ვიღაც, ვინ იყო შენთვის ის ადამიანი, რადაც ჩამოყალიბდი თუნდაც. ну ვიტყოდი რომ ალბათ იყო მაინც დედა ჩემთვის მაგალითი, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ესეთი ახლო და მეგობრული ურთიერთობა მქონდა და დედა მოკლედ არც მკაცრი ყოფილა და არც ესეთი ტიპიური დედა რომ 9 საათზე სახლში მოდი და ესე აი ჩემთვის არის თავისუფლება და დამოუკიდებლობა იმდენად ფასეული რომ მე ვფიქრობ რომ დედა ჩემი იყო ყოველთვის ესეთი ადამიანი მიუხედავად იმისა რომ სუშრომობდა იყო პროფესიით ექიმი მე ექიმობა აღარ ფასდებოდა ქვეყანაში და წავიდა ბიზნესში და იყო ესეთი მულტიფუნქციური ქალი თან რავი დღესაც ესეთია მე დედა ჩემის ენერგიას ესე ვთქვა დღემდე ვერ ვქაჩო რავი ერთი თვე რიო დე ჟანეიროში მეორე აფრიკაში ხო მე მაგალითად არ ვარ ნამყოფ მაგ ქვეყნებში ვებხთან ფოტო ქონდა უნდა აღვნიშნო და გამისთა მაგრამ აი ამბობს ყოველთვის რას იცი რომ აი წლები არ არის მნიშვნელოვანი მთავარია როგორ ვცხოვრობთ და უნდა ვიყოთ მხიარულები და უნდა შევიღოთ ყოველი დღე კი, ამ დედა ჩემთანაც ესე არა, ახ ბევრ რამეში ვერ თანხმდებით, გინდა პოლიტიკა, გინდა ცხოვრების ყოველ დღე გინდეს ოჯახის თემა, მაგრამ სხვათა შორის არაზროს არ ვთქვია, როდის თხოვდები და ასე შემდეგ, სხვები წუხდებიან დედა ჩემის გარდა ყველა. ანუ ვფიქრობ, რომ მაინც ეტალონი და ძალიან კაია ეს, ესე და ვუსურვებ ყველას რა, ზოგს თქვა დედა საერთოდ არ ყავს, ზოგი იზრდება უდედმამოთ, ანუ ეს სტერეოტიპები ჩვენ ოჯახში არასდროს არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც დედა ჩემი არის იმის მაგალითი, როგორ არ უნდა იყოს, თქვა კლასიკური ტრადიციული და როგორ უნდა გაზარდოთ თავისუფლად. ნუ ხა ჩემ ძმებს მე არ ბაზავ მეზღვაურები არიან და ეს ჩემთვის რავი ურთულესი ამბავია. მამასთან ესეთი ახლო ურთიერთობა მე არასდროს არ მქონია, არც ახლა მაქვს. ანუ უფრო ვფიქრობ, რომ ავიღებდი მაგალითს, რომ დედა და რო ვიყო ესეთი დედა როგორიც იყო ცაცი, ალბათონი მაია სურმანიძე, მთელი ბათუმი იცნობს და უნდა ვახსენოთ აუცილებლად. ჩემო კოლეგებო, ისეთი გაღიმებული სახეები ხედავ, დარწმუნებული ვარ, რომ თამართან გავთ შეკითხვები. კი, პირველ რიგში მინდა რომ ქალბატონი მაია მოვიკითხო და უთხრა რომ უწრფელად ყვარავთ ქალბატონი მაია, მოკითხვა ჩვენგან, ხო, რაც შეეხება თამარს. თამარს მე არ ვიცნობდი. მაგრამ მის შესახებ ძალიან ბევრი მსმენია, მას შემდეგ რაც გადმოვედი ბათუმში, მას ყველა იცნობს და მესმოდა ხოლმე მის შესახებ, თუმცა აი მადლობა კიდევ ერთხელ შენ, რომ იმაზე უკეთ გავიცანი, ახლა ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თამარი, ვიდრე მასთან მესმოდა ხოლმე და აი ეს არის მთავარი ხიბლი შენი რუბრიკის და ალბათ მაიკოც აღთავანებული იქნება ამდენი კომპლიმენტი რომ გავუგზავნე დედას. და ყველა რომ იცნობს ესეც ძალიან მიხარია ესეთი სელებრიტი მაია რო კაი ანუ პატარა ქალაქი. დიდი მადლობა. იცნობ ერთია, მაგრამ აი ქუჩაში რო შეგხვდება და აი დაახლოებით მაგალითად მე და მაია შორის რომ 5 მეტრი არის დარჩენილი, აი უკვე ღიმილი რო გაქვს სახეზე. ადამიანი რომ მოლოდინშია რომ და მოგიახლოდეს ეს უკვე. აი ესეა პატარა ქალაქების სცენია ეს. რომ ერთმანეთს უნდა გადავდოთ ეს ღიმილი, ეს აქტიურობა, მივცეთ мотиваცია. ამიტომ ქალბატონებო შენიდვა შეგვიძლია ნიღაბი ვატაროთ მაშინ. ნიღაბით საჭიროა ხანდახან პატა აუცილებლად, იმიტომ რომ თუნდაც ჩვენი სევდა არ გაუზიაროთ, სხვებს და არ გადავდოთ ის სევდა და აი ეს დატვირთული რეჟიმის უკავშირი რაც კი ხდება ხოლმე ცხოვრებაში და მე არ მაქვს სრული ვინმეს მოვახვიოთ ჩემი ნეგატივი და ამ დროს მიკეთია ხოლმე ნიღაბი, რაც ცუდია რაღაცა კუთხით, მაგრამ სადაც საჭიროა რომ ეს ნიღაბი მოიხსნათ არის ჩვენი მეგობრები და კომპეტენტური ადამიანები. თამარ დაგემშვიდობები გისურვებ წარმატებებს და გისურვებ ჩვენს ქვეყანაში მიგეღწიოს აი იმ წარმატებისთვის რაც გაქვს მიზნად დასახული და ის ცოდნა და ის გამოცდილება გაუზიარო ქართულ ხალხს. გემშვიდობები, ალბათ რომ მოვიდა რომ ჩვენს მაყურებელსაც დავემშვიდობოთ. მშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით მთელი კვირის განმავლობაში, მადლობა ჩვენს სტუმრებს და ბედნიერ უქმეებს გისურვებთ და ჩვენ ისევ სხვა შემადგენლობით დიდი შესვენება ორშაბათს ისევ დაგიბრუნდებათ. კი ბატონო, შაბათ-კვირას ერთმანეთს დავასვენებთ და ორშაბათიდან ისევ ახალი ძალებით შევიდგებით. ჩვენს დავისვენებთ. კარგად იყავით. გემშვიდობებით. დიდი მადლობა.